მშვიდობისა მოგესალმებით დღეს 28 თებერვალია ზუსტად 9:30 და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. მე ანა შამილაძე ვარ და დემეტრე ზოიძე. დილომშვიდობისა ანა მივესალმებით. დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს კი სწორედ ახსენე 8 საათი და 30 წუთია და თქვენ უყურებთ დილის ტალღას. მომდევნო 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით ამ გადაცემის წამყვანები და წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ. თუ რას ნახავს ჩვენი მაყურებელი, მოდი ანისიდან შევიტყვით. 28 თებერვალს ქოსამ რჩეველის, მაქჰითის, ფადინარის, აკოფას, კირილე მიმინოშვილის, შოშიასა და სხვა დასამახსოვრებელი პერსონაჟის შემსრულებლის, რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღეა. დღეს უილიამ ელასის დაბადების დღეცაა. ადამიანის, რომელმაც პირველი საკერავი მანქანა გამოიგონა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. ზუსტად 93 წლის წინ საქართველოში ადიგენის მუნიციპალიტეტში მთა ყანობილზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით გარდაცვლილი ადამიანის სხეული გაყინულ მდგომარეობაში ინახება. რასაკვირველია, ეს მათი სურვილით ხდება. გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. გემრიელი უქმეებისთვის მოამზადე და დააგემოვნე ფორთოხლის კექსი ქეთა თხილაიშვილთან ერთად. გადაცემის მეორე ნაწილში როგორი ამინდი იქნება სრულიად საქართველოში, გაიგეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. ყველაზე აქტუალური სპორტული ამბები დღეს გვანცა ზადიშვილი, არა მოფარიკავე იქნება ჯიჯის სტუმარი. უყურეთ და მოусმინეთ სოფელ ნამისლევში მცხოვრებ ნაზი ნინიძის ძველებურ ამბებს, რომელსაც 8 შვილი, 21 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს. ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომლითაც მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანიც ავადდება. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით. ბრუცელოზსა და მისი მკურნალობის გზებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის მესამე ნაწილში, თუკი ამინდის პირობები შეგვიწყობს ხელს, გეპატიჟებით მაღალმთიან აჭარაში სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძიზე უქმეების გასატარებლად. თოვლიანი ბათუმის ულამაზესი კადრები დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებას. ზოგიერთი მათგანი კი ფოტოგრაფების არქივებს. გადაცემის ბოლოს თოვლიანი ბათუმის ფოტოებს თავად ავტორი გაგვიზიარებს. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. საათსა და 30 წუთზე ყოველ დილით უნდა გვიყუროთ. ჩვენ კი ახლა გავიგოთ როგორი ამინდი გვაქვს დღეს, იმიტომ რომ ცა მოწმენდილი იყო, როდესაც დილით გამოვედი სახლიდან. ნახოთ როგორი ტემპერატურა შენარჩუნდება და როგორი იქნება მთელი დღის განმავლობაში სრულიად საქართველოში ამინდი. ნახოთ. ბათუმში +5 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დღე უნალექოდ ჩაიროს. ქობულეთში +7, ქედაში 8 გრადუსამდე გათბება ჰაერი, შუახევში 5, ხულოში 3, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე -5 გრადუსია ნავარაუდები. ოზურგეთსა და ურეკში +6 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, ლანჩხუთში 7 გრადუსი სითბოა, ჩოხატაურშიც 7, ბახმაროში -6 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ფოთში 8 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერი, ანაკლიაში 6 გრადუსია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, სოხუმშიც 6 გრადუსი, ზუგდიდში 5 გრადუსი სითბო იქნება დღის ტემპერატურა, კოპიტნარში 6 გრადუსი, ქუთაისშიც 6, საირმეში +3 გრადუსია ნავარაუდები. მესტია -1, ბორჯომში +5 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ბაკურიანშიც -1, აბასთუმანში +1 გრადუსია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა. ახალციხეში +3, გორში +3, ცხინვალშიც +2, თელავში +4 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. რაც შეეხება თბილისს, თბილისშიც დღე უნალექოდ ჩაივლის და
+6 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე ვნახეთ, სრულიად საქართველოში დღე უნალექოდ შეივლის და ბუნებრივია ცლად ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე ისაუბრებს. და კარგია რომ კარგი ამბით იწყება დღევანდელი დღე და როგორც იქნა გამოიტარებს სასრულიად საქართველოში. კი, თუმცა თოვლის საფარი მოყინულია და ძალიან სახიფათოა ქუჩაში ფეხით სიარული, ასე რომ ფრთხილად. კი, ნამდვილად კარგი რჩევა დილით, როდესაც მოვდიოდი, ძალიან ბევრი რავსრიალდი, ესე ვთქვათ, სანამ სტუდიაში შემოვიდო. სპეციალური ფეხსაცმელები უნდა ჩაიცოთ ალბათ, რომ რაღაცა ეს საფარი მარტივად გაიაროთ. უსაფრთხო ზომები. კი, ნამდვილად მადლობა საინტერესო რჩევისთვის. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ ახლა გადაცემა და უნდა გავიგოთ 28 თებერვლის ოფიციალური ვალუტის კურსი. 28 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 91 თეთრია. 28 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 95 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 55 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 251.346 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს დღევანდელი მონაცემებით 6578 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1730 ლარი ეღირება. ასეთია ვალუტის კურსი, როგორც თავში აღნიშნეთ, დღეს 28 თებერვალია და ბუნებრივია ძალიან საინტერესოა თუ რა მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება დღევანდელი დღე რუბრიკა ამ დღეს დილის ეთერში. ამ დღეს 1928 წლის 28 თებერვალს ყველასათვის საყვარელი ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე დაიბადა თბილისში. გამოჩენილი მუსიკოსის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში. მსახიობს ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივი ხმისტემბრი ჰქონდა და სკოლის დასრულების შემდეგ დიდხანს ფიქრობდა კონსერვატორიაში ჩაებარებინა თუ თეატრალურ უნივერსიტეტში. ბოლოს კი სამსახიობო მიმართულება აირჩია. 1951 წელს დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ამავე წლიდან მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. რამაზ ჩხიკვაძემ ქართულ თეატრში არაერთი ბრწყინვალე როლი განასახიერა. როგორც თავად ამბობდა, ბედმა გაუყინა, რადგან მიეცა საშუალება ეთამაშა გამორჩეული რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებში. ესპანელი მღვდელი, როცა ასეთი სიყვარულია, ჭინჭრაკა და სხვა მრავალი. უნდა აღინიშნოს მისი თანამშრომლობა რობერტ ტურუასთან, მსახიობს მიერ შესრულებულ როლებმა, ესე ვთქვათ, სპექტაკლებში ყვარ-ყვარე, კავკასიური ცარციწრე, მეფე ლირი და სხვა მრავალი მსოფლიო აღიარება მოიპოვა. რამაზ ჩხიკვაძე პირველი კინოფილმი, ესე ვთქვათ, ითამაშა ჭინჭრაკა, იცოდი ანა ამ ფაქტის შესახებ შენ? პარტნიორობა ლეილა აბაშიძეს გაუწია. ქართული კინოს ისტორიაში კი ჭინჭრაკა პირველი ფილმი იყო. რამაზ ჩხიკვაძე 100-მდე ფილმშია გადაღებული: ლონდრე, ნერგები, ნატვის ხე, მთვარის მოტაცება და კიდევ ბევრი სხვა. 2006 წლის 28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძეს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ლეგენდარული მსახიობი 2011 წლის 17 ოქტომბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ლეგენდარული მსახიობი დღეს, როგორც აღნიშნე, დაბადების დღეს, რამაზ ჩხიკვაძე. ვაგრძელებ მომდევნო მნიშვნელოვანი ამბით. გუჩი, დიორი, პიერ კარდენი თუ მრავალი სხვა ნიჭიერი მოდელიორი ვერ გაითქვამდა სახელს რომ არა საკერავი მანქანა. დღეს ვილიამ ელიასის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც პირველი საკერავი მანქანა გამოიგონა. სწორედ ელიასის ხსოვნის აღსანიშნავად 28 თებერვალი მკერავების მსოფლიო დღეა. სიტყვა მკერავი პირველად ოქსფორდის ლექსიკონში 1297 წელს გამოჩნდა. ის მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან tailor, რაც ნიშნავს მოჭრას. სწორედ ამ პერიოდიდან ადამიანები ტანსაცმელს საკუთარი ფიგურის ხაზგასმისთვის იყენებდნენ. საკერავი მანქანა კი ერთ-ერთი პირველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ინდუსტრიულ რევოლუციაში. მან დიდი გავლენა მოახდინა მკერავთა როლსა და სტატუსზე. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ინდუსტრია, რომელიც ბიზნესის სექტორის ერთ-ერთი ლიდერია.
და ასევე დღევანდელი მნიშვნელოვანი თარიღით ვაგრძელებ გადაცემას 1935 წლის 28 თებერვალს კომპანია DuPont-ში ცდების შედეგად გამოიგონეს ახალი ხელოვნური მასალა ნეილონი. 3 წლის შემდეგ კი კომპანია DuPont-მა ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ნეილონის რევოლუცია მოახდინა. დაიწყო ქსოვილის ფართო გამოყენება როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე სხვა მრავალი მიმართულებით. ნეილონისგან იქმნება როგორც სამოსი ასევე პარაშუტები, სათევზაო ბადეები, ჯავშან ჟილეტები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ნეილონი ხელოვნურად შექმნილი ქსოვილია, ის რიგ შემთხვევებში ბუნებრივ ქსოვილს სჯობს. მნიშვნელოვანია, რომ ნეილონის ქსოვილი უფრო მსუბუქია, მეტად მდგრადი, გამძლე და ნაირფერია. ყველაზე მიმზიდველი კი მისი ფასია, რაც ბუნებრივ ქსოვილთან შედარებით ძალზე იაფი და ხელმისაწვდომია. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი მნიშვნელოვანი თარიღები და ამბები 28 თებერვლის. ძალიან დიდი მადლობა დემეტრე, დღეს სხვათა შორის ობსერვატორიის დაარსების დღეც არის. ის პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია კავკასიაში, რომელიც მეცნიერული აღმოჩენებისა და კოსმოსური კვლევების მნიშვნელოვანი კერაა. როგორ გაჩნდა ობსერვატორიის შექმნის იდეა და როგორ ვითარდებოდა ეს წლების განმავლობაში, ამაზე ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ, რომელიც ანი ჟუჟაძე მოგვიმზადა. ამბობენ, როდესაც ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებთ, წარსულში ვიხედებით, რადგან ამ ვარსკვლავების უმეტესობა უკვე აღარ არსებობს. თქვენ რაზე ფიქრობთ, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებთ? გჯერათ, რომ ვარსკვლავებს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ? როგორ ფიქრობთ, ახდენენ გავლენას ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაზე? ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე ყანობილზე ობსერვატორია მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს. ის იმ დროისთვის პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ასტრონომიული დაკვირვებებისთვის მის უნიკალურ მდებარეობაზე არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ დასავლელი მეცნიერებიც საუბრობდნენ. ცის კარიბჭის გახსნის შემდეგ ქართველი ასტრონომები სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაში ათენებენ და აღამებენ. დღეს აბასთუმნის ობსერვატორია ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს ჩვენი ობსერვატორიის მცირე მუზეუმია, რომელიც გვიჩვენებს მისი განვითარების ისტორიას, დაწყებული პირველი წლები და აქ არის რამდენიმე კუთხე წარმოდგენილი ჩვენი გამოჩენილი ქართველი ასტრონომების. აქ არის კიდევ ბევრი შრომები წარმოდგენილი, რაც კი ობსერვატორიაში გაკეთებულა და ასევე მიღწევები, რომელიც ჩვენს ობსერვატორიას და მასში მომუშავე ცალკეულ მეცნიერებს აქვთ. 1937 წლიდან თითქმის უწყვეტად 21 საუკუნის დასაწყისამდე აბასთუმნის ობსერვატორია გამოსცემდა თავის სამეცნიერო გამოცემას, რომელსაც ბიულეტენი ქვია, აქ წარმოდგენილია გარკვეული მისი ნაწილი. ასევე ექსპონატებია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ტელესკოპები არ არის, ეს მაკეტებია. ჩვენი ობსერვატორიის ორი ყველაზე დიდი ტელესკოპის მაკეტი. ერთ-ერთი მათგანი იმდენად წარმატებულია, რომ უკვე 60 წლის განმავლობაში დღესაც კი აქტიურად მუშაობს. ერთი ძალიან საინტერესო ექსპონატი გვაქვს აქ, ნამდვილი მეტეორიტი, მცირე ზომის მართალია, მაგრამ მაინც ეს ძალიან სახალისოა, როდესაც მოდიან ახალგაზრდობა, უყვებით ამის შესახებ, უკვე კონკრეტული ნამდვილი მაგალითი როცა გაქვს, ეს დიდ მოწონებას ასევე იმსახურებს. და რა თქმა უნდა, ორი კაბინეტი ჩვენი გამოჩენილი ორი ქართველი ასტრონომის აკადემიკოს ევგენი ხარაძის, რომელიც იყო ობსერვატორიის დამაარსებელი პირველი წლიდან და 60 წლის განმავლობაში იყო უწყვეტი დირექტორი, ასევე ყველაზე ალბათ ისეთი სახელოვანი ქართველი ასტრონომი მიხეილ ვაშაკიძე, რომელიც ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი შრომის და აღმოჩენის, ასე რომ აი ამ ადამიანის სახელსაც ჩვენ ძალიან მოვფრთხილდებით. მზის ჩასვლის შემდეგ ცაზე პირველად ვენერა ჩნდება. ასტრონომიის ღამეც ასე იწყება. საღამოს 5-6 საათიდან მკვლევრები ტელესკოპებისკენ მიიჩქარიან. გრძელ დახვეულ კიბეს მაღლა მიუყვებიან და კოშკის გუმბათის გახსნის შემდეგ ცის ქვეშ ციურ სხეულებთან მარტონი რჩებიან. მე უკვე ამ ობსერვატორიაში ერთი სამი ვართ, რომლებიც ყველაზე უფრო ძველი დროიდან ვართ შემორჩენილი. 1970 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იქიდან შემდეგში მე უკვე აქ ვმუშაობ. აი ეს ტელესკოპი ნახეთ, აი ეს არის შკალა, რომელზეც დახრილობა არის.
აი დედამიწაზე ხო არის განედი და გრძედი. ეს განედის როლს ასრულებს აი ესენი 0-დან 24 საათი გრძედების როლს ასრულებს და აი ვიცით კოორდინატები და ამ კოორდინატების საშუალებით ხდება დაყენებაც და დაკვირვებაც წელიწადში. აბასთუმანი მოწმენდილი ღამეებითა და უქარო, უღრუბლო ამინდებით გამოირჩევა. ჰაერი კი აქ იმდენად გამჭვირვალეა, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც კი არის შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1893-94 წლებში აბასთუმანში ორ ზამთარს ატარებს ცნობილი რუსი ასტრონომი სერგეი გლაზენაპი, რომელიც პატარა ტელესკოპით ცოტა დაბალი ადგილიდან აკვირდება სხვადასხვა ციურ ობიექტებს. გლაზენაპი გახლდათ ნიკოლოს მეორის კარის ასტრონომი, რომელიც ჩამოყვა მის ძმას გიორგის აბასთუმანში. მან აქ მიიღო ისეთი კარგი გამოსახულებები, რომელსაც ის ვერ ღებულობდა რუსეთში უფრო დიდი ტელესკოპებით. როდესაც ის დაბრუნდა რუსეთში, მან გამოსცა პატარა ბროშურა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოშიო, კერძოდ აბასთუმანში არისო უნიკალური ასტროკლიმატი. უკვე საბჭოთა პერიოდში 1931 წელს დაისვა საკითხი კავშირის მასშტაბით აეგოთ მაღალმთიანი ობსერვატორიის. სრულიად შემთხვევით ისინი წააწყდნენ გლაზენაპის ჩანაწერებს, რის საფუძველზე 1931 წელს საქართველოში მოემგზავრება სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი, რომელშიც ჩართეს ლენინგრადის უნივერსიტეტის მაშინდელი ასპირანტი 24 წლის ევგენი ხარაძე. ეს ჯგუფი ჩამოდის საქართველოში, ისინი ამოწმებენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიას, მათ შორის ბორჯომს, კახეთის ტერიტორიას, ბაკურიანს და აბასთუმანს. მართლაც გლაზენაპის სიტყვები გამართლდა და აბასთუმანში განსაკუთრებით ამ მთაზე აღმოჩნდა უნიკალური ასტროკლიმატი. აი ამის საფუძველზე იწერება უკვე ბრძანება 1932 წელს საქართველოში მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ, რომლის დირექტორად ინიშნება 25 წლის ევგენი ხარაძე. ეს გახლავთ გერმანული წარმოების 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორი, ანუ ლინზური ტელესკოპი, დამზადებულია ის გერმანიაში და დაიდგა აქ 1937 წელს, მას შემდეგ რაც ეს შენობა დასრულდა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ შენობის მშენებლობა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მაშინ ის სამანქანო გზა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ სურსაც ამოვაგე წყალი სამშენებლო მასალები, თვით ტელესკოპიც კი ყუთებში ჩაწყობილი, მთაზე ამოტანილია ურმებით. აი ასეთ პირობებში აშენდა ეს შენობა და ამ ტელესკოპმა საკმაოდ ნაყოფიერი როლი შეასრულა მზის სისტემის პლანეტებისა და მათი თანამგზავრების კვლევაში. თქვენ რაზე ფიქრობთ? როცა ციური სხეულების გადაადგილებას უყურებთ? ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილი ჩაგიფიქრებიათ? და მაინც, როგორ ფიქრობთ? ახდენენ გავლენას ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაზე? რა თქმა უნდა ახდენენ ჩვენო ანი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ამხელა სამყაროში, ამხელა პლანეტები და ამოდენ რაღაც სივრცე, რაღაც გავლენებს არ ახდენდეს ჩვენზე. მადლობა ანის ამ სიუჟეტისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას, დროული შევიხედოთ ინტერნეტ სივრცეში და გავიგოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური. ერთად ავსკროლოთ. ავსკროლოთ. პირველი ვიდეო, რომელიც მინდა რომ გაჩვენოთ მაყურებლებს, გასული დღეების თითოეულობის თემატიკას ეხება სოციალებში ამ დღეების მანძილზე. უამრავი ვიდეო ვრცელდებოდა ნეგატიურის და დადებითი განწყობის, თუმცა ყველაზე მეტი ნახვა და გადაზიარება მაინც ხარაგაულის სოფელ ხაბერში ცხოვრებ ციცინო ბებოს ჰქონდა. საოცრად პოზიტიური, საოცრად მოგნილი და ყველაფერთან ერთად მუსიკალური მონაცემებითაც. ციცინო ბებოს ვიდეოს ნახავთ ახლა ხედავთ ჩვენ ეთერში და მინდა რომ აუწევთ ხმას. აბადელია დელიოდელა. სად მიდიხარ ახლა? ახლა მიდივარ ჰოსტელში ძროხას. ციცო, არ გაშინია. არ გაშინია, არა. შიში ვერიცნი სიფტისა ცუდია დაღრეჯილობა. ნუ გაშინია ხალხო გამაგზეს. ეს თოვლი მალე წავა, მალე მოვა გაზაფხული ისე კარგად იძნებს ყველა. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. შენ მე რო უნდა ამოვიდე ახლა მადა თუ ჩამიწყდა. შენ რა მოხდა, ვერა. რა მოხდა? გადმოდგენ თევზე. გადმოდგენ თევზე, მესწეთის თევზე.
შენი ქართველი გმირები ვარზიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხარ ფირმები ვარზიაშია დღეობა დიდი საკლავად მიხარ ფირმები შენ გაგიმარჯოს სუფრა გაშლილი სუფრა ლამაზი ელიტა ავენ ლოცვის გმირები ვერაზღებიან ფერითა სამართლოსავეს ლოცვის გმირები ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე ციცინო ბებოს. ჩვენ კი გადავიდეთ მომდევნო თემაზე. ჯასტინ ბიბერმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა ნარკოტიკების გამოყენებაზე, სადაც უცნაურ რეპს ასრულებს. ამ კადრებმა კი მისი ფანების შეშფოთება გამოიწვია. 30 წლის მომღერალი ინსტაგრამზე გაზიარებულ ვიდეოში უპერანგოდ მეგობრების გვერდით იდგა და ჩიფსების პაკეტით ხელში, შემდეგი სიტყვებით მღეროდა მაგარი ტიპი, მომწონს ჩიტივით მაღლა დავფრინა, იმდენად მაღლა თითქოს ეს ტიპი მე ვარ. ვიდეოში ჯასტინს ლურჯი ქუდი ახურავს კევინ კლაინის საცვალი და დიდი ზომის ჯინსები აცვია. მომღერლის არაადეკვატურმა გარეგნობამ და მონოტონურმა შესრულებამ ფანები შეაშფოთა. მათ ჯასტინ სპეციალისტების დახმარება ურჩიეს, თუნდაც მისი 6 თვის ვაჟისთვის. ფანების კომენტარები არ წყდება სოციალურ ქსელებში. ამის დანახვა ძალიან გულსატკენია. შენ დახმარება გჭირდება და ჯასტინ გვიყვარ ხარ. ძმაო, შენ იესოს უყვარ ხარ. არ დაუბრუნდე შენს ძველ გზებს. მისი თვალების გამომეტყველება ბრიტნის ასგავს. აი სწორედ მსგავსი კომენტარები და მოწოდებებია ყველა პოსტზე, სადაც ჯასტინის ვიდეოები დევს. ბიბერი რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებაში გამხდარი და ჩაცვენილი თვალებით გამოჩნდა, რამაც მისი ჯანმრთელობის შესახებ კითხვები გააჩინა. ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ გრემის მფლობელი მუსიკოსი ნარკოტიკებს მოიხმარს. ბიბერის წარმომადგენლის თქმით, ეს ტყუილია და მომღერალი ამჟამად თავის მეუღლესთან ჰეილი ბიბერთან ერთად ახალშობილი ვაჟიშვილის ჯეკის აღზრდაზე აქტიურადაა ფოკუსირებული, ისევე როგორც ახალი მუსიკის შექმნაზე. როგორც ამბობენ, ვარსკვლავი დაიღალა ჭორებით, რომ მას ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინსაიდერები იმასაც წერენ, რომ ბიბერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა PDD-ის ირგვლივ დატრიალებულმა ბოლოდროინდელმა სკანდალმა იქონია, ვინაიდან იმ დანაშაულებრივ შეკრებებს, რის გამოც PDD დღეს პატიმრობას იხდის, ბიბერიც იღებდა მონაწილეობას და მეტიც. ბიბერი ბავშვობაში თავად იყო PDD-ის მსხვერპლი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მსახიობი მანჰეტენზე იპოვეს. ამ დროისთვის სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მსახიობის სიკვდილი სწორედ ოპერაციის შემდგომმა გართულებამ გამოიწვია. ექსპერტების აზრით, ტრახტენბერგი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და გარეშე პირის ჩართულობის დასადგენად საქმე არ აღიძვრება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად მიშელ ტრახტენბერგის ცხედარს ავტოპსია ჩაუტარდება. ტრახტენბერგი ფართო საზოგადოებამ გაიცნო ცნობილი სერიალით Buffy the Vampire Slayer, ასევე ძალიან კარგად გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს მის მიერ შესრულებული ჯენის როლი საკულტო ფილმში ევროტური. ძალიან სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც Euronews-მა და BBC-მ გავრცელა და თქვენ ახლა ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით გარდაცვლილი ადამიანის სხეული გაყინულ მდგომარეობაში ინახება. რასაკვირველია, ეს მათი სურვილით ხდება გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. ერთ-ერთი მათგანი კალათბურთის ვარსკვლავი ტედ ვილიამსია. მათი სხეულის ნაწილები მოთავსებულია თხევად აზოტში, იმ იმედით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მათ მკვდარ სხეულს ოდესმე სიცოცხლის თავიდან შთაბერავს. მთლიანი სხეულის გაყიდვა მინიმუმ $200,000 ღირს, მხოლოდ თავის გაყინვა მინიმუმ $80,000 ღირს. ცოტა რთული ტექსტი უნდა ვთქვა, ახლა თავს ჭრიან და ისე ყინავენ. გაყინულ ადამიანებში უკვე გარდაცვლილები, გაყინვამდე ცოცხლები და ასევე მათ შორის ცხოველებიც არიან. ამ წარმოუდგენელ ფაქტზე მე პირადად გამახსენდა 60-იანი წლების
გადაღებული ფრანგული ფილმი გაყინული ლუი დე ფინესის მონაწილეობით, როდესაც დე ფინესის პერსონაჟს 14 წლის წინ გაყინული ბაბუა გამოეცხადება 20 წლის სხეულში. ასე რომ არაფერი აღარ მიკვირს, იმდენად ვითარდება ტექნოლოგიები და იმდენად სწრაფად იცვლება სამყარო, რომ სავსებით შეგვიძლია რომ ამ ყველაფერს ვენდოთ. ვებსიახლეები ამით ამოიწურა. მადლობა ანა ძალიან დიდი ნამდვილად საინტერესო ვებსიახლეებისთვის და როგორც გადაცემის დაწყებისთანავე აღვნიშნე, დღეს არის მკერავების საერთაშორისო დღე. და საინტერესოა და მაინტერესებს თუ გიცდია საკერავ მანქანასთან კი, მიცდია ბავშვობაში ვკერავდი თოჯინებს, უკერავდი კაბებს, ჩემთვისაც რაღაცებს ვიკერავდი და ზოგადად მოწოდება იყო ჩემი რომ გამხდარიყავი ცნობილი მოდელიური და კი და ხედავდი ხოლმე მთელი ბავშვობა ეს პოდიუმზე როგორ გამოდიოდნენ ეს ლამაზი მოდელები და ბოლოს როგორ გამოვიდოდი მე და ესე თავს დავხრდი ესეთი ოცნებები მქონდა ბავშვობაში და რაღაც პატარა ნიჭიც მქონდა. კი და ის სამზარეულოს მიმართებაში ხო არ მქონდა ოცნები და ესე ესე თუ ფუსფუსებდი სამზარეულოსთან მიმართებაში არანაირი ოცნება არ მქონდა. მოკლედ ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაშვილი დღეს მომზადებს ძალიან გემრიელ კერძს რუბრიკა შენი კერძის მეშვეობით ეს იქნება ფორთოხლის კექსი უნდა მოგვიმზადოს. ნახოთ რუბრიკა და მალე დავბრუნდებით. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაშვილი და დღეს მე გიმზადებს ფორთოხლის კექსს, რომელიც არის უგემრიელესი და ასევე უმარტივესი მოსამზადებელი. ამისთვის დაგჭირდება ფქვილი, ფორთოხალი, რა თქმა უნდა, შაქარი, გამომხმარებელი, კვერცხი და ცოტა ზეთი. მოდით რო აღარ გავწელოთ და დავიწყოთ კექსის მომზადება, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ მივირთვა ეს კექსი გემრიელად. პირველი დავჭრათ ფორთოხალი. ფორთოხალი გარეცხეთ კარგად, იმიტომ რომ ამ კექსისთვის გვჭირდება კანებიც. და წინასწარ კარგად გარეცხილი ფორთოხალი გამოიყენეთ. ესე პატარა კუბებად დავჭრათ და გადავიტანოთ ნელ-ნელა ჯამში. ეს რეცეპტი ძალიან გავრცელებულია ინტერნეტ სივრცეში. მეც შემხვდა, ისე მარტივად ამზადებდნენ, რომ დამაინტერესა მეც და ამას ბავშვიც კი გააკეთებს, ესეთი მარტივი მოსამზადებელია. ძალიან გემრიელი სურნელი აქვს ამ ფორთოხალს. ერთი ნაჭერი დაგვრჩა და ეკა. ეხლა ჩავატეხოთ 3 ცალი კვერცხი. ესეც 2, ესეც 3. დავიწყოთ ამ ყველაფრის დაბლენდერება და შიგადაშიგ დავუმატებთ ფქვილსაც. ეხლა დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი. აქ არის დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი და მგონია რომ მთლიანად ეს დამჭირდება. ეხლა დავამატოთ ზეთი, 7 სუფრის ყელში ზეთი. ეხლა შეგვიძლია გადავდოთ ზეთი და შევუდგეთ ისევ კარგად ამ ყველაფრის ერთმანეთში არევას. ეს კარგად დავაბლენდერეთ. ჩვენი მასა მზად არის ცომი, წინასწარ გამზადებულ ფორმაში, სადაც ჩაფენილი გვექნება პერგამენტის კაღალდი. ამ ფორმაში კარგად გადავანაწილებთ, მოვათავსებთ ცომს. ესეც ასე. ახლა ეს გადავანაწილოთ. სულ ეს იყო.
მგონი რთული არაფერი არ ყოფილა, იყო უმარტივესი. ეხლა ეს გადავიტანოთ ხუმელში, 40 წუთით ასე ხმელს გადავსე. ზად არის ჩვენი ულამაზესი ფორთოხლის კექსი. ნახეთ, უბრალოდ ასილამაზეა და რა გემრიელი სურნელი აქვს, და იცოდეთ. ეხლა გავჭრი შიგნით, ნახოთ როგორია შიგთავსი. ამას მოვაყარე მე შაქრის პუდრა და ასევე მოცვი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი იქნება ეს თუნდაც შაქრის პუდრა იქნება ან ჯემი ან სხვა გასაფორმებელი შეგიძლიათ მოასხათ თქვენი სურვილისამებრ. ხა მე მოვიჭრე ჩემთვის. დავბრუნდით ეთერში და თბილისის დროით ზუსტად 9 საათი შესრულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ვარგებს გარეთ პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება სულხან დილამშვიდობისა. მოგესალმებით ჩემო დიმიტრი, მივსალმები ანას და მაყურებელს. ერთად გავიგოთ ახალი ამბები. გავიგოთ. ჯოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული უკრაინელების ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში, მათ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ინფორმაციას გურიაში სტიქიის გამო მოქალაქეების დასახმარებლად წასული მოხალისეები აღწერენ. კადრებში ჩანს, რომ სახლთან მეხანძრე მაშველებიც მივიდნენ, თუმცა საცხოვრებელს ცეცხლი სრულად მოედო და სრულად დაიწვა. გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის მორგის ხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დანაყოფები დიდ თოვლობასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, შტაბის ხდომაზე გურიის რეგიონში დიდ თოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხრის კუთხით შესრულებული სამუშაოები მოიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთში საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, რაც შეეხება კომუნალური სერვისების მიწოდებას კიდევ 5000-მდე აბონენტს, ელექტროენერგიის 800-მდე აბონენტს კი ბუნებრივი აირის მიწოდება აუდგა. ბათუმში მოსული დიდი თოვლის შედეგად გამოწვეულ პრობლემებიდან ერთ-ერთი მთავარი ნარჩენების გატანა რჩება, ასევე გაყინულია ქუჩები. მოქალაქეები ამბობენ, რომ დასახლებიდან ვერ ხერხდება ნარჩენების გატანა, ასევე შიდა უბნებზე შეფერხებულია გადაადგილება. ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და კერძო ობიექტები. მოქალაქეებს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგათ. მზის გაწმენდაზე 70 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოიშალა, რის გამოც დაზარალებული ოჯახები თვითმმართველობა დროებით ქირით გაიყვანა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. რაც შეეხება ნარჩენების გატანის საკითხს, სანდასუფთავებაში აცხადებენ, რომ პრობლემას არასწორი პარკირება და უხვი ნალექი ქმნიდა. რეჟიმში მუშაობდა მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის ყველა შესაბამისი სამსახური, ბუნებრივია ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაბამისი საგანგებო სიტუაციის სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის შესაბამისი ორგანიზაციები. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 70-ზე მეტი სპეცტექნიკა, 600-ზე მეტი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული ორგანიზაციის თანამშრომლები, როგორც გასულ დღეებში, ისევე გუშინას და მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები, ასევე ხორციელდებოდა ტროტუარების თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები. თითოეულობისას ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება ხელვაჩაური იყო მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მერიის ინფორმაციით, 700 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, 200 აბონენტს კი ბუნებრივი აირი. ხელვაჩაურის სოფლებში, სადაც თოვლის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ქვეითებმა გადაიყვანეს. მერიის ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალს შეისწავლის და მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევს. ამჯერად ხელვაჩაურში მოქალაქეებს თოვლის დნობის შემდეგ მოსალოდნელ ზვალ საშიშროებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებენ. ზაზა დიასამიძის ინფორმაციით, არიან ოჯახები, რომლებიც ქირით გაყვანის შემდეგ საფრთხის შემცველ უბნებს უბრუნდებიან. მერი მოქალაქეებს მოუწოდებს ასეთი ადგილები დროულად დატოვა.
ამ დროისათვის ჩვენს მუნიციპალიტეტში შედარებით უკეთესი ვითარებაა, ინტენსიურად იწმინდება გზები, სოფლებთან მისასვლელი, თემებთან მისასვლელი, თუმცა რჩება კიდე 700-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე, 200 ოჯახი ბუნებრივი აერის გარეშე, თუმცა მუნიციპალიტეტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ თითოეულ მოქალაქეს აღმოუჩინოს დახმარება, ასევე ხდება მოქალაქეების მომართვიანება. მუნიციპალიტეტი და სამაშველო სამსახური საგზაო დეპარტამენტთან ერთად ერთობლივი ძალებით ყისიერ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ შეტყობინებაზე. თითოეულობა ხულოში, სადაც რამდენიმე სოფელთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით 11 ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. კვლავ პრობლემაა შიდა გზები, ჯამბულად მელაძის ინფორმაციით სოფლებიდან მერიაში ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდებოდნენ და პრობლემურ ადგილებზე შესაბამისი დახმარების გაწევას ახდენდნენ. 10-მდე ოჯახი მერიამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ხულოში ელექტროენერგია ამ დროისთვის ყველა აბონენტს მიეწოდება. აქტიურად მიმდინარეობს დილიდან სასოფლო გზებზე გაფრენის სამუშაოები. რა თქმა უნდა, იყო გამოძახებები, იყო ცხელსაზარები, მოთხოვნები, თუმცა ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩართული აქტიურად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დეპუტატები, ადამიანური რესურსი და საჭიროებიდან გამომდინარე გაეწია სოციალურ დაუცველებს, ავადმყოფებს, როგორც სასურსათო პროდუქტები და ასევე მედიკამენტებით დახმარება. ასევე აღნიშნავს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან თოვლის გამოთოვლა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც მონაწილეობდნენ. მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდადში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების, გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან. უწყების ინფორმაციით მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ეხმარებიან სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებს. საქართველოს რკინიგზა ცუდი ამინდის გამო რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით განახლდება თბილისი, ბათუმი, თბილისის მიმართულებით 2 რეისი. რამდენიმე რეისი კი უამინდობის გამო გაუქმდება. განცხადებაში განმარტავენ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდის გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მისი სურვილით კლინიკა ვივამედიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. მანამდე რამდენიმე საათის წინ საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მიმოწოდებული ინფორმაციით იგი 26 თებერვალს უნდა გადაიყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის ფაქტზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38 დღეს მიიღო. იგი დაკავების მომენტიდან შიმშილობდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. კერძო დოკუმენტი 2014 წელს მიღებულ 4 სასანქციო სიას ეხება, 2018 წელს მიღებულ 1 სასანქციო სიას და 2022 წელს მიღებულ 1 სასანქციო სიას. ამავდროულად აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით სანქციების დაწესების უფლებას აძლევდა 2014, 2018 და 2022 წლებში. ეს იყო ჩემს ხელთარცებული ბოლო ინფორმაცია, ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, დაგველოდეთ დროებით. მადლობა სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ასევე თქვენ უყურებთ დილის ტალღას როგორც ვახსენე და ეხლა კი უნდა ვნახოთ ანონსი გადაცემის მეორე ნაწილის დროს ნახავთ გადაცემაში და მალე დავბრუნდებით.
გადაცემის მეორე ნაწილში როგორი ამინდი იქნება სრულიად საქართველოში, გაიგეთ დილის ტალღის მეტეოროლოგ ყობა ფარტენაძისგან. ყველაზე აქტუალური სპორტული ამბები დღეს გვანცა ზადიშვილი, არა მოფარიკავე იქნება ჯიჯის სტუმარი. უყურეთ და მოусმინეთ სოფელ ნამისლევში მცხოვრებ ნაზი ნინიძის ძველებურ ამბებს, რომელსაც 8 შვილი, 21 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს. ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომლითაც მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანიც ავადდება. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით. ბრუცელოსსა და მისი მკურნალობის გზებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის მესამე ნაწილში, თუ კი ამინდის პირობები შეგვიწყობს ხელს გეპატიჟებით მაღალმთიან აჭარაში, სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძიზე უქმეების გასატარებლად. თოვლიანი ბათუმის ულამაზესი კადრები დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებას. ზოგიერთი მათგანი კი ფოტოგრაფების არქივებს. გადაცემის ბოლოს თოვლიანი ბათუმის ფოტოებს თავად ავტორი გაგვიზიარებს. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით ეთერში და ეხლა კი უნდა გავიგოთ თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება სრულიად საქართველოში 28 თებერვალს და უტყუარი ამინდის პროგნოზით ვინ თუ არა ყობა ფარტენაძე შემოგვიერთდება მონიტორის სივრციდან. ყობა დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ღამე გვაქვს, ყველაზე მინიმალური ტემპერატურა იმერეთში ფიქსირდება, ასევე გურიაში -5-6 გრადუსი. ყინვა ბათუმში -2 გრადუსია და მეტი არ ყოფილა ყინვა, რაც ამ შემთხვევაში კარგი ფაქტორია, თუმცა მაინც მოყინულია გზები, ნიადაგის ტემპერატურაც არის უარყოფითი, მოკლედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერი ყინვა აღინიშნება გამონაკლისის გარდა. დადებითი ტემპერატურა ამ წუთას არსად არ გვაქვს, თუმცა დღის განმავლობაში მზის ხარჯზე ჰაერი გათბება ბუნებრივია, ნელ-ნელა დაიწყებს თოვლი დნობას. ყინვის დადებითი მხარე ის არის, რომ ინტენსიური ხასიათი არ ექნება თოვლის ნდობას, რაც შედარებით უფრო მსუბუქად დაადნობს თოვლს. ეს არ იქნება სწრაფი დნობა, რაც ბუნებრივია სტიქიური პროცესების გამოწვევისთვის, არ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი და ამიტომ არის დადებითი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. დათბობა ჯერ მნიშვნელოვნად ჩვენ კი გვინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკოლოგიისთვის არ იქნება სახარბიელო. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ ტემპერატურულ ფონს, რა თქმა უნდა, გადავხედავთ თქვენთან ერთად. თქვენც ეკრანზე დაინახავთ თუ რა გველის დღეს ჩვენს ქვეყანაში ბათუმში +7 გრადუსია, როგორც ხედავთ და მოსალოდნელია დღის განმავლობაში მზიანი ამინდი, ქობულეთში 7 გრადუსი იქნება და ასევე მზიანი ამინდი, ქედაში 8, შუახევში 5, ხულოში 3 და გოდერძის უღელტეხილზე -5 გრადუსია მოსალოდნელია ასევე მზიანი დღე. სხვათა შორის მაღალმთაში ტემპერატურა -15 ფიქსირდებოდა. ოზურგეთი 6, ურეკი 6, ლანჩხუთი და ჩოხატაური 7 გრადუსი, ბახმაროში -6 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ფოთში 8-6 გრადუსი იქნება ანეკლიასა და სოხუმში და ისევე როგორც ყველგან მზიანი დღე იქნება დღის განმავლობაში. ზუგდიდი +5 გრადუსი, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. უნალექო დღე იქნება კოპიტნარში +6 გრადუსი და რაც შეეხება ქუთაისს, ხვალ კი არა და დღეს მოსალოდნელი ასევე +6 გრადუსი და უნალექო დღე ამ წუთას ქუთაისში -5 გრადუსი ფიქსირდება. საირმეში +3, მესტიაში -1, ბორჯომში +5, ბაკურიანში -1 გრადუსი, მოსალოდნელია უნალექო დღე. აბასთუმანი +1, ახალციხე +3, გორი +3, ცხინვალი +2, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ძლიერი ყინვის შემდეგ დღის ტემპერატურა დადებითზე გადავა. დედაქალაქში მოსალოდნელია მზიანი დღე, +6 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება თელავს, ასევე მოსალოდნელია მზიანი ამინდი და +4 გრადუსი იქნება. საქართველოში გამოიდარა საბოლოოდ ხვალისთვის მოიღრუბლება, მინდა გითხრათ და დღევანდელ მზიან ამინდს ღრუბლიანი დღე ჩაანაცვლებს, თუმცა ღამის ყინვა შედარებით დაიკლებს იმ ფონზე, რომ მოიღრუბლება და დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც მცირე წვიმაა ხვალ მოსალოდნელი, რაც ასევე დადებითია იმისთვის, რომ თოვლი ნელ-ნელა დადნეს. ხვალ ასევე 1 მარტია, წინასწარ გილოცავთ
გაზაფხულის შემოსვლას მარტი საქართველოში იქნება ნორმის ფარგლებში პირველი კვირა შედარებით ცივი, მაგრამ მერე საკმაოდ დაგვითბება და დღის ტემპერატურები 20-24 გრადუსაც მიაღწევს მიმდინარე თვეში, ასე რომ მე მგონია დილიდან მშვენიერი ამბავი გითხარით, გისურვებთ სასიამოვნო დღეს, ბედნიერ უქმე დღეებს, ბედნიერ გაზაფხულს და დაგემშვიდობებით ორ შაბათამდე. მადლობა, კობა ძალიან დიდი. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და კობას ავითანხმებით, მოდის მარტი, მოდის სითბო, გაზაფხულზე სიყვარულიც მოდის, თბილი დღეებიც, ყველაფერი ერთად და მაღალი ვიბრაციებიც, როგორც იმატებს. ნამდვილად იმატებს. ეხლა კი უნდა გავაგზავნოთ მომდევნო ამბავით ჩვენი გადაცემა და საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. ლამაზი კაბები, ძვირადღირებული სამოსი, რამდენად მოგწონს ყველა ხალხს მოსწონს დემეტრე ძვირფასი ტანის სამოსი, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ალბათ ლამაზი კაბებია, ძალიან საინტერესო და ყოველთვის თვალს ვადევნებ აი კულტურიების მიერ შექმნილ იმ ლეგენდარულ სამოს, რომელიც რაღაცა ისტორიას რჩება და ფიქრობ, რომ ამ კუთხით საქართველოს გამორჩეულია, იმიტომ რომ ქართველები არა მხოლოდ ჩვენ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან გემოვნებიანი ადამიანები ვართ ამ კუთხით. ნამდვილად წარმოიდგინეთ კაბა, რომელიც უბრალოდ კაბა არ არის და ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს. ძვირადღირებული არის ულამაზესი, უმშვენიერესი და ამ თემასთან დაკავშირებით ძვირადღირებული კაბების კოლექცია შეაგროვა ანა გოგიტიძემ. ნახოთ სიუჟეტი და ნახოთ შესაძლებელია თუ არა რომ თუნდაც შენ შეიძინო ეს კაბები არ. ნახოთ ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი ანა გოგიტიძის სიუჟეტი. მოდის სამყაროში, სადაც სიმდიდრეს საზღვრები არ აქვს, ზოგიერთი სამოსი ტანსაცმლის სფეროს სცდება და თვალწარმტაც ქმნილებად იქცევა. მათ შორის არის ერთი კაბა, რომელმაც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულის სტატუსი მოიპოვა. კუალა-ლუმპურის ბულბული, შედევრი, რომელიც 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ფუფუნების, ოსტატოპისა და ხელოვნების ნიმუში 2009 წელს ცნობილმა მალაიზიელმა დიზაინერმა ფაიზალ აბდულაჰმა Style of Fashion Grand Prix-ისთვის შექმნა. ერთი შეხედვით, ბულბული საოცრად ელეგანტური წითელი კაბაა, რომელიც ძვირადღირებული ქსოვილებით, აბრეშუმის, ატლასისა და შიფონის კომბინაციით არის შეკერილი, თუმცა მაღალი ფასის რეალური მიზეზი მის დეკორაციებშია. კაბას 750-ზე მეტი ბრილიანტი ამშვენებს. მათ შორის კი ყურადღების ცენტრში 70 კარატიანი ბრილიანტი ექცევა. რა თქმა უნდა, ასეთი კაბის შექმნა შეუდარებელ ოსტატობას მოითხოვდა. ხელით შეკერილი სრულყოფილება დიზაინისა და საიუველირო ხელოვნების სიმბოლოდ იქცა. კაბა მუქი შინდისფერი ტონალობისაა, რაც დრამატულ და მომაჯადოებელ ვიზუალს ქმნის. ფერი მალაიზიის მდიდარი კულტურის საჩვენებლად შეარჩიეს. ფაიზალი გააკრიტიკეს კიდეც იმის გამო, რომ 30 მილიონ დოლარიანი კაბა ეკონომიკურ კრიზისს უარყოფდა და მისთვის, როგორც დიზაინერისთვის, სიმდიდრის ასე ხაზგასმა ჯერ კიდევ აქტუალური იყო. აქციების ფასები იკლებს, ოქროც უფასურდება, ბრილიანტი კი მარადიულია. ეს არის კაბა ბრილიანტებით. რატომ ავირჩიოთ უკუსვლა, როცა შეგვიძლია ავირჩიოთ წინსვლა? ჩვენ ფანტასტიკისკენ მივემართებით, მაგრამ ეს რეალურია, აღნიშნა ფაიზალ აბდულაჰმა. კუალა-ლუმპურის ბულბულის მიზანი მოდაში განაცხადის გაკეთება არ არის. ის გამონაკლისია და მისი შექმნის მიზანიც ექსკლუზიურობაა. კაბა არასდროს გაყიდულა. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფუფუნების საგნების შეგროვება საინვესტიციოდ და სოციალური სტატუსის გასამყარებლად უყვარს. ბულბულს ჩვეულებრივ საღამოებზე არ ატარებენ. მას როგორც ხელოვნების ნიმუშს საგულდაგულოდ უფრთხილდებიან. რა მშვენიერი კაბები იყო და რაც კი, ძალიან ლამაზი კაბაა ნამდვილად და საინტერესო იყო ეს მე არ ვიცოდი ამ კაბის ისტორია, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ანა გოგიტიძეს. დრო არის სპორტი შემოვიყვანოთ ჩვენს ეთერში და გიგა ჯიჯავაძე უკვე გველოდება ჯიჯი დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა. დილამშვიდობისა, ანა, დემე, მივესალმები მაყურებელს. ანა, კერო არ ვიცი, თორე ამე კარგ ლამაზ კაბა შეგიკერავდი, დიდი სიამოვნე. ლამაზი თულებით მოჭედს. მომიხდებოდა. კი. კეროა. კაი ბატონ. ცდი ის რა ის რა ხდება? შენც მოგიხდებოდა დიზაინერობა. შენ არ ჩაკ. მოკლედ, დილის ტაბელაში სპორტის დროა.
დილამშვიდობის მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი სრული რუბრიკა დაეთმობა ფარიკაობას. პარაფარიკაობა საქართველოს ეთლით მოპარიკავეთა ნაკრებმა სან-პაულოში, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო თასზე 6 მედლის მოპოვება შეძლო, 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით. მოკლედ ირმა ხეცურიანმა ხვლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ნინა თიბილაშვილმა რაპირით მოპარიკაობაში მოიპოვა ოქროს მედალი, ასევე ჩვენს ანგარიზია 3 ვერცხლის მედალი და ასევე 1 ბრინჯაოს. 2 ვერცხლის მფლობელი ჩაგვერთვება ეხლა გვანცა ზადიშვილი, რომელმაც ხვლით ფარიკაობაში და შესაბამისად 1 რაპირით ფარიკაობაში მოიპოვა. მოკლედ ქართული ფინალით შედგა, მოკლედ ამ და სხვა დეტალებზე გვანცასთან ერთად უფრო დეტალებში ვისაუბრებთ. დილამშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ. პირველ რიგში, სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი სიამაყის განცდა, როდესაც იგებ, რომ აი ამ ხელა სპორტულ ფორუმზე შენი ქვეყნის წარმომადგენლები ესე ძალიან წარმატებით ასპარეზობენ. ზოგადად, როდესაც ვიცით, რომ თქვენ მიდიხართ ეს შეჯიბრზე, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ოქროს მედალი იქნება ან ვერცხლის, ან ბრინჯაოს საქართველოს ანგარიში, ასე რომ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. დავიწყოთ საუბარი მსოფლიო თასზე, რომ გითხრათ, რამეთ იყავით ზად იმისთვის უფრო ალბათ იქნებოდით ზად მედლები ჩამოსატუნა. ელოდით თუ რამდენო მედალს 6 მედალი, აქედან 2 ოქროს, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. მოგვითხრათ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში სანამ უშუალოდ სოფლიო თასზე გადავალ, ღმერთის მადლობა მინდა გითხრათ, რომ სპორტული სიახლეები მაინც და მაინც ჩვენით დაიწყეთ ფარიკაობით, ეს დიდი პატივია ჩვენთვის. რაც შეეხება სან-პაულოს მსოფლიო თასს, ისეთი პერიოდი იყო, ხანგრძლივად არ გქონდა ტურნირი, ძირითადად რამოდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწია საქართველოში ყოფნა. შესაბამისად, არაჩვეულებრივი მომზადების პერიოდი გავიარეთ და ესე რომ ვთქვათ, ჩავედით და ალბომბეთ სან-პაულოზე ჩამოვედით. კმაყოფილებული შედეგით. ავშერი გატყდა მგონი. არა, გისმის თქვენი ხმა გვესმის. კმაყოფილები ვარ დადებული შედეგით, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, ეს არ გახლავთ ჩვენი მაქსიმუმი და კიდევ უფრო მეტი და მეტი მაღალი სინჯის მედლებს მოვხდან ჩვენს ქვეყანაზე. დიახ, უშუალოდ თასეც გადავიდეთ, რამდენად დიდი იყო კონკურენცია, პირადად თქვენ ქართული ფინალზეც მინდა გკითხოთ, მაგრამ სანამ ფინალზე გადავალთ, მანამ გითხარით კონკურენცია რამდენად დიდი იყო და აი ყველაზე მეტად ვინ იყო ის კონკურენტი, ვისთანაც გაგიჭირდათ ასპარეზო. დიახ, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა არა ისეთი როგორც ახასიათებს ხოლმე ამ ტურნირს, სან-პაულო მოგიხსენებათ მაინც შორს მდებარეობს. თუმცა იყვნენ კონკურენტები, კი პირადად მე საწყის ეტაპზე გამიჭირდა უნგრელ და აილანდელ მოწინააღმდეგესთან ფარიკაობა, როგორც ხმალში ასე პრაპირაში, თუმცა უკვე მედლისთვის ბრძოლის ეტაპი წარმატებით გავიარე, იმიტომ რომ ისევ იგივე მოწინააღმდეგეები შემხვდნენ და ამჯერად უკვე ჩემი გამარჯვებით დასრულდა ეს ბრძოლა. ორივე კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვეთ, იყო ქართული ფინალი, ამაზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენ და ნინა თიბილაშვილი შეხვდით ერთმანეთს ფინალში. ზამეთ რთულია, როდესაც ვიცით, რომ თქვენ ერთმანეთის მეგობრები ხართ, ძალიან ერთად ვარჯიშობთ, ფაქტიურად ყოველდღიური ურთიერთობა ერთმანეთში. ამდენ რთულია ფინალში შეხვდა შენს მეგობარს და ამდენ მარტივია განეწყო ფინალისტვის ამ დროს. იცით რა არის, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მე და ნინა თიბილაშვილს მოგვიწია ერთმანეთთან შეხვედრა. დასაწყისში იყო საკმაოდ რთული და აი რაღაცნაირი უხერხული მომენტია, იმიტომ რომ რეალურად მეგობრები ვართ და ეხა როგორია, აი იბრძვი ერთმანეთის წინააღმდეგ, ხო, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ეს ნერვიულობაც ჩაგვეხსნა და აი ვატარებთ ისე ბრძოლას, თითქოს საქართველოში ფარიკაობთ, თითქოს უბრალოდ ვარჯიშის პროცესია, იმიტომ რომ ჩვენთვის ძირითადი მთავარი რაც იყო, რომ საქართველო გასულიყო ფინალში. ამ გეგმას წარმატებით გავართვით თავი, ასე რომ დანარჩენი რაც იყო უბრალოდ ვიფარიკავეთ ისე როგორც საქართველოში. ამ დროს როგორ ხდება, ანუ ჩხვლეტას რაღაცა მერიდებით ძალიან თუ ყველაფერი მთავრდება, როდესაც ფინალში გადიხართ და მაინც რაღაცა აზარტი არის სპორტული მეგობრობა გვერდზე გადადის. თუ აი ეს დეტალები მაინტერესებს ძალიან. არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად მეგობრობა გვერდზე არ გადასულა, პირიქით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნაკლებად ისეთი სახეობა ეს ხმალიც და რაპი, რაც
ცოტა ტრამვული სპორტის სახეობაა და მაქსიმალურად ვცდილობდით რომ ერთმანეთი ასე ვთქვათ არ დაგვეურჯებინა. გასაგებია. კარგი, მოდით გარდა იმისა რომ ეხა 2025 კარგად დაიწყო, უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ქართული პარაფარიკაობისთვის და ვიცი რომ 6 მარტს კიდე აპირებთ შეჯიბრზე წასვლას, ამ შეჯიბრის შესახებ რო გითხრათ, სად მინდიხართ, რა შეჯიბრია და რას გეკმავთ, რა გოგონები მივგზავრებით იტალიაში, ქალაქ პიზაში, სადაც გაიმართება საწყის ეტაპზე შეკრება, ხოლო შემდგომ 13-დან 17 მარტის ჩათვლით მსოფლიო თასის ტურნირი, სადაც ვიფარიკავებთ ინდივიდუალურად, როგორც ხმას, ისევე რაკეტას და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იქიდანაც მედლებით დახუნძულებით ჩამოვიდეთ. ძალიან კარგი, ამაში დარწმუნებული ვარ. ცოტა უფრო ღრმად რო ჩავიდეთ ფარიკაობაში. მაინტერესებს რამდენად არის საქართველოში იმის პირობები, რომ კარგად ივარჯიშო, უფრო მეტად მომზადებული წახვიდე, აი ფედერაციის ჩართულობა, სპორტის დეპარტამენტის, სპორტის სამინისტროს, აი ეს დეტალებიც რო გითხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ ლამაზი სპორტის სახეობა მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ ამ სპორტის სახეობას, იმდენად რაღაც აზარტულიც არის, პლუს ამას სანდროც თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც შედეგი მოიტანა და შესაბამისად გაჩნდა უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, შედეგი როდესაც არის, მაყურებელიც იმატებს. დიახ. ეცით რა, პირობები რომ არ ყოფილიყო, მე ვთვლი რომ მსგავს შედეგებს ვერ დავხვდით. ის ადგილი, სადაც ჩვენ გავდივართ ყოველდღიურ ვარჯიშს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, თავიდან ბოლომდე ადაპტირებულია, ყველანაირი ასე ვთქვათ, დაზიანების მქონე, თუნდაც ეტლით მოსარგებლე, თუნდაც პროტეზი მქონე ადამიანისთვის აბსოლუტურად ადაპტირებული გარემოა, სადაც საკმაოდ ხარისხობრივად მიდის ყველანაირი სახის ვარჯიში ფარიკაობის. დიახ. და აქვე კიდე საინტერესო თემა, თქვენ ხართ მაგალითი იმის, რომ არ უნდა გაჩერდე ყველანაირი დაბკოლების მიუხედავად, უნდა გააგრძელო ბრძოლა, უნდა ჩაერთო აქტივობებში და შემდეგ. აი იმ ადამიანებს ეხლა ვინც გვიყურებს და უნდა რაღაც სპორტის სახეობაში ჩაერთოს არის შემოპერი და ასე შემდეგ. აი თქვენ რომ მისცეთ мотиваცია, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაძლიოს ის ბარიერები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ასეთ ისე არის ამ მიმართულებით. თქვენ რო იყოთ, აი მაგალითი რომ მიცეთ მაგალითად იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებს და მადლობა. იცით რა ვთქვი რომ მხოლოდ მე არა თითოეული სპორტსმენი ვინც ჩვენთან ვარჯიშობს პარასპორტის განვითარების ცენტრში ვთვლი რომ არის რეალურად მაგალითი არიან ადამიანები რომლებმაც აბსოლუტურად მიიღეს საკუთარი თავი გადავრათეს ის შინაგანი ბრძოლა და რეალურად გვერდზე გადადეს ის თავიანთი დღევანდელი მდგომარეობა და შეუდგნენ უკვე საქმეს ანალოგიურად ვურჩევდი ადამიანებს რომ იცით რა არის ნუ ჩაიკეტებიანი მოთხედელში და იქ არაფერი არ მოხდება უბრალოდ პირიქით მოვიდნენ ჩვენთან სხვადასხვა სპორტის სახეობა გვაქვს ძალიან ბევრი სპორტის სახეობა რომელიც მოეწონებათ შეუძლიათ აირჩიონ და გაყვნენ იმ სპორტის სახეობას იმიტომ რომ იქაური გარემო იმდენად თბილი და მშობლიურია არ არის მხოლოდ ის რომ აი სპორტით ვარ დაკავებული და არაფერი ერთობა და აი ძალიან თბილი გარემოა რა თითქოს მეორე ოჯახია ასე ვთქვათ. ასე რომ ნუ ჩაიკეტებით სახლში, ეს არაფერს არ მოგიტანს ნამდვილად პირიქით დამოდით და თუნდაც სპორტს არ გაყვეთ, მაგრამ სცადეთ რაიმე ახალი. ძალიან დიდი მადლობა გვანცა რომ იყავით ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და პირობას ვდებ ამიერიდან ყველა თქვენი წარმატება, ყველა თქვენი შეჯიბრი აუცილებლად გაშუქდება ჩემ ეთერში და მაქსიმალურად დიდ ყურადღებას დაუთმობ მოკლედ ამ სპორტის სახეობას და არა მარტო ამ სპორტის სახეობას, ზოგადად სპორტს, რომელსაც აი თქვენაირი ადამიანები აკეთებენ გულით, სულით და ამიტომაც არის შედეგები. მადლობა გვანცა ზარდიშვილი იყო. ჩვენი სტუმარი პარამოფარიკავე, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ბრაზილიაში, სან-პაულოში გამართულ შეჯიბრზე და არა მარტო გვანცას, ირმა ხეცურიანს, ნინა თიბილაშვილს, მოკლედ ეს ის ადამიანებია, რომლის სახელი და გვარის გაგონების შემდეგ ყოველთვის ვიგებთ, რომ არის ანუ ვერცხლი, ანუ ოქრო, ანუ ბრინჯაო და ასე შემდეგ, მოკლედ წარმატება კიდევ ერთხელ ამ ძალიან მაგარ ადამიანებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იცხოვრეთ სპორტით, რა თქმა უნდა, დაუჯერეთ გვანცას, არანაირი დაბკოლება არ არსებობს ცხოვრებაში იმისთვის, რომ ვერ გადალახო, ასე რომ მოკლედ ნუ ჩაიკეტებით სახში მაქსიმალურად
იყავით სპორტულად და როგორც ხედავთ, შედეგებიც აუცილებლად მოვა. ესეთი იყო სპორტული ამბები, ეხლა კი ანას და დემისთან უნდა დავბრუნდე და ისევ და თქვენთან ერთად გავაგზავნო. მადლობა ჯიჯი, ჩვენს უერთდებით, წარმატებები გვანცას და თითოეულ ქართულ სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე. ჩვენ კი დრო არის ჯიჯის დავემშვიდობოთ, ჩვენ კი გავაგზავნოთ გადაცემას და დრო მოვიდა ერთ-ერთი ფავორიტი რუბრიკის, რომელსაც ყოველკვირეულ რეჟიმში ჩვენი კოლეგა მელანა ბალაძე გვიმზადებს. კი, ნამდვილად დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი კოლეგა მელანა ბალაძე, როგორც ანამაღნიშნა, თავისი რუბრიკის მეშვეობით 84 წლის ნაზი ნინიძეს გაგაცნობთ. ნაზი ბებოს 8 შვილი, 21 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ყავს. ვნახოთ რუბრიკა ძველებური ამბები. დღესაც ავიცი რას ქვია. ზოგიერთი მათგელიან და დადიან, მიდიან იმფრად არა. ქორწილ დღეს დამანახიეს მეუღლე. შავგრიმანი ბიჭი იყო მაღალი. ჩემზე მაღალი იყო კარგი. ძველი დრო დამახვასად იყო, თოფას აძლევდნენ თუ ბოდიში და ბრუციანს. ახლანდელი დრო უკეთესია. ფარდაში დაიყო დამალილში. ძველად მასე იყო, ფარდაში იყო. როის და დოდოფალი როის და გამოვდენო, ბაღნები პრუხში ბრუნავდი, მომდე ვნახოთ. რამე არ მაქვს დამთავრებული. მერვე კლასში გედეველ და ესეც და გეგექცესო და მამა ჩემს უთხრეს. მომაბრუნეს და ჰაიდე, ამკენთი მიყვანეს, მოვერ აქ. ბაღანა გოგო გამომათხვეს. კიდე ვებძოდი დედაჩემს, გათხრება თუ დოდენ თეკრენ თქვენ გათხვებული ხავთ, მეთქი მეცხოვი მოდი დედაჩემს. თოხსომ დევკავებდი, ევდოდი ყანინაპირზე და სიმღერას უგრიალებდით. 5 დავიღო. და მეზობელი ზეიდან გადმოგვიძახე, რაფერი კაი ხმა გაქვან და რაფერი კაკ ამღერებდო. აქ ამკენ და გაგათხოვდო, მომიწია აქ გამოთხვება. მე რომ გამომათხვეს, ვიყავი 15 წლის. მე მოვედი ქორწილით. რაით მოვედი? ვილიქსით. ვერავიდა ჩემი ვილიქსი. ყავდა ერთი 200 კაცი. ეზოში მოვედი. აქ იყო ჩემი ბალათკაც. აქ. ქოხის სახლი ხომ იცი? ძველებური სახლი. ისეთი იყო. იქში მიყვანეს იმ ოთახებში სამი პანჯარა ქონდა რაცხა. პატარები პანჯრები ქონდა. თლად ქვევით იყო ფერმა საქონლის. იმის ზევით იყო სკოლა. ზევით. უწინ აქ სკოლაში ასწავლიდნენ თურმის. ჩემ მოსლამი ასწავლიდნენ. მერე იმის ზევით ცხოვრობდით ჩვენ. 3 ოთახი, 1 იგი. მოსაწყობი. მერე დაამკრიეს ის სახლი. და ახალი დავიწყეთ. აქ ჭრიდნენ ქვებს. ხან ნადით, ხან იმით და ვაკეთებდით იმ ქვებით. მერე ბავშვები შევყვა იქ შიგნით, მიწაზე შევყვა, ტყუბები მყავდა. რომ ეს მიწაზე რაცხა არ ამოძრეს და არამემ არ იგიქნას მეთქი და ზეთ. სექსზე ტყვიან ასეთი სექვი ჰქონდა. იმ სექსზე დებდი ბავშვებს, მაღლა. მერე თანდათან მივყევით და გავაკეთეთ ვითომ ქვის სახლი, მაგრამ კიდე მე არ მომწონს. კაი მინდოდა იმ უკეთეთ. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს სახლი, როგორი უნდა იყოს? ახლა შუაზე პრახოდი. იქეთ-აქეთიდან ოთახები მინდოდა. მე ვარ ნაზი ნინიძე, ცხოვრობ ნამნისევში, ვარ 84 წლის. მე მყავს 8 შვილი, 21
შვილი და შვილის ბადიში 6. 16 ზოგი გამოჩა ბოდიში. მოხუცებული დედამთილი მყავდა. იმასაც არ შეეძლო, ავდგებოდი. წასვლამდე დავამზადებდი საჭმელს, უმზადებდი და წავიდოდი ჩაიში, თამბაქოში, მოვდოდი ხელმეორედ გავაკეთებდი. ჩაიში ომდოდი, ვტევდი პატარებს, ცოტა მოზილი მყავდა დიდი გოგო, იმას ვუტევდი სახკარს, ამა იმფრათა, პატარა, მესამე კლასის მოსწავლე. პატარა იყო, აბარა იყო. და ამით გულაგებდი და მივდოდი შრომაში. მერე მოვდოდი სახში, სარეცხი ღამე რეცხდი, ოკა მაშინა გქონდა, ძველად ოკა მაშინები ჩემს. იმაში დებდი და ვრეცხდი და ფენდი. ნელი იყო, არ იყო ძნელი, ჰემ ოჯახი, ჰემ ჩაი, ჰემ თამბაქო. რა ვიცი მე, უსტები მყავდა სახლის, ძნელი იყო. სახე ბაღანა, ამხელა ვიყავ, ახლაც ამხელავა. რომელიც ხა გაქვს, ის ამოწერე, დაწერე აქ. ლამაზი ფეხი გაუკეთე. თისო, მასალებს ეცი. რომელი ქმარი იყო. ჩაიში წამყვებოდა, ჩაის კრებთი, თამბაქოში წამყვებოდა, გოდორს მეკიდავდა, მანამ უმატანიებდა. ჩევდოდით, აქ შაშრობს უძახდით თამბაქოში, ვაგონებს რომ გეიტანდნენ უწინწველა. იმას შეიტანდა და ჩამატანიებდა, იქ ვამბიდით, ვათითავებდი, ასე გააჩქარა და გააკიდაო და დაკიდოთ თამბაქო. ქალაქში წევდოდა, ყიდულობდა, მოქონდა, ბაღნებს არ დავაკლო. ჩამასუმა. მე არა, თვითონ მან წევდოდა. თვითონ მან. მე ადაცაკს ვიყავ. პატარები, ბავშვები, ასე 2 წლით, 2 წლინახვარით დიდვანი არიან. გარეცხვა გინდოდა, საჭმელი უნდოდა, გეკეთა დეგედგა, გეჭამა. პუდრატი მისმია და ათ პამადა. ათ თვალები საკრასკავი. ამ იკრასკია. ახლა მე იკრასკები ამ და იმაშობიან ისე მე არ ვიყავ. ბანტებს ვიკეთებდი სკოლაში, ყელსახვევს ვიმიდი, თეთრი კოფთა, ამათზე ამ პლესებიანი კაბა დედაჩემი იმიკერავდა, მომაწყობდა და მაგზავნიდა. ყველა ბავშვი ისე კერავდა ჩემი დედა. თვითონ დედაჩემი მყავდა. კერა. ვინგი კერავსო, გვეტყოდა მეორე ამხანაგი, ჩემი დედაო. ჩვენმა დედიკომ ასეთი კერვა იცისო, კივო. აბო, ეთიო ვიყიდიო და წაყვები და შემიკეროსო. წამყვა. და გაუკეთა ფორმა, იმპერი პლესებიანი ნაყიდი ფორმა. იმპერი კერავდა. ჩემი დედიკო. მამა ჩემი მოქონდა. მატერიას იყიდავდა, მეიტანდა. დადებდა. გვიკერავდა. ხან ასეკლავებიან, ხან მანჯანდებიან, ჯერ ასეკლავებით ჯერ აგიგნიბდია. ახლა იცმენ მოდაჭია. მე არ ჩიმიცმია ჯერ. თუ შევცო მას. მე მიყვარდა ქარგვა. ერთი წალით ამჭო და განახიოთ ინაკააგები ამ დაჭა. სინათლის იმას მოუხს ქაგავდით. სინათლეზე ომ აბაჟური ომ წევა. ახლა ისე აბაჟურები მოგვაქვს და ვკიდავთ. ისე ვკიდავდით. ძველად ასე იყო. ცეკვა მინდოდა. ცეკვაში და შევსულიყავ. კიდეც ვიმღერები, გუნდიონ გამოადა ამღერებენ ხომ არიანი ანსამბლი. ესე გამინდოდა გამოსვლა. მაგფერებში ამივცემო. მამა ჩემი იმფერი იგი მყავდა. საქმე არ აქვს.
არ გიგვიშვებდა ჩვენი ისე სკოლეთ დავამთავრეთ და დავისკენით რომ ანცეთ გოგოს არ უსახლ. მომავალ თაობას უსულებ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. ისწავლონ, იმღერონ, იმხიარულონ, იშრომონ და იყვნენ თავისუფლად. მინი ფილმებია რა, სასიამოვნო სანახავი და შეგიძლია რომ ესე იჯდე და კიდე რომ გაგრძელებულიყო ერთი ნახევარი საათი, ერთი საათი ესე უყურებ. კი, წარმატებები უსურვოთ ნაზიბებოს დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა რაც ყველაზე მთავარია და კადრში დავინახე გოგრა და ზოგადად რა კარგია ნატურალური პროდუქტები. აი მაგალითად იალაღებზე რძის პროდუქტი შესანიშნავია. და ასევე გემონური თვისებების გარდა აუცილებელია ცხოველი იყოს აცრილი და იყოს ჯანმრთელი, რომ სხვადასხვა პრობლემები არ შეუქმნას ადამიანს და არ გადაეცეს. სამედიცინო თემით ვაგრძელებთ გადაცემას და დაავადებაზე უნდა ვისაუბროთ ახლა, რომელიც ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით. რა არის ბრუცელოზი და როგორ ვრცელდება იგი? თემაზე სტუმართან ერთად უნდა ვისაუბროთ. ჯემალ დუმბაძე, ექიმი ინფექციონისტი გვყავს პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. და დავიწყოთ ბატონო ჯემალ საუბარი, რა არის ბრუცელოზი და როგორ ვრცელდება ეს ინფექცია? ბრუცელოზი ზოონოზური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტალღისებური ცხელება და პოლიმორფული დაზიანება ყველა ორგანოსი. მასშტაბად ცხელებასაც უწოდებენ, ვინაიდან პირველად 1959 წელს აღწერეს მალტაზე. ბრუცელოზი რამოდენიმე გამომწვევი არსებობს, არის ბრუცელა ბლუტენზისი, ბრუცელა აბორტუს ბოვისი და ბრუცელა სუისი. აქედან გამომდინარე სულფეხა და მსულფეხა რქოსანი საქონლით გადადის. რამდენად ხშირია ბრუცელოზი ჩვენს რეგიონში და როგორ ხდება ამ ინფექციის გავრცელება ზოგადად? ინფექციის გავრცელება ხდება ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. ანუ ალიმენტური გზით გავრცელება ავადდება ცხოველის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას. კონტაქტური გზა ეს არის ინფექციის გადაცემის გამომწვევი შეიძლება დაზიანებული კანიდან და ლორწოვანიდან. ანუ პრაქტიკულად ბრუცელოზი დაავადება შეიძლება იყოს პროფესიული დაავადებაც არის. დაავადებიან ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები და ვინც უვლის ამ ინფექციას უწევს. თქვენი გამოცდილებით ჩვენს რეგიონში რამდენად ხშირია ეს დაავადება? ბოლო პერიოდში ბრუცელოზი სხვათა შორის არ შეგვედრია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მიგვიტანია ითვლი, გაგვიგზავნია ლუგარის ლაბორატორიაში სისხლი, მაგრამ პასუხი დადებითი არ მოსულა. დიახ. ბატონო ჯემალ, დიახ. ბოლო 10 წელიწადია. კი. ბატონო ჯემალ, რომელ ცხოველთან კონტაქტი ზრდის ინფექციების რისკს, ესეც რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს? ბატონო, ეს არის უფრო სხვარი და ანუ სულფეხა რქოსანი საქონელი. დიახ. რომლის რეზერვუარიც არის ბრუცელა მელიტანზისი და პათოგენურია ადამიანისათვის. დროხაც და სულფეხა რქოსანი საქონელი, მაგრამ ის უფრო ნაკლებად არის დაავადების გავრცელების შესაძლებლობა. ანუ ის რომ და სხვადასხვა საქონლით, მაგრამ ძირითადად მაინც არის თხა და ცხვარი. დიახ. ანუ ის რომ მაგალითად მე ძალიან მიყვარს მიუსაფარი ძაღლებისთან თამაში, კონტაქტი და მოფერება და ასე შემდეგ, ანუ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, ხო? ნუ შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ საფრთხე შეიძლება იყოს. აი რა სიმპტომები აქვს და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ეს დაავადება შეეყარა? ესე იგი ძალიან მრავალფეროვანი გამოვლენებები აქვს. ძირითადად მაინც არის ეს არის ცხელება, შემცირება და ოფლიანობა. დიახ. ესე იგი არის კუნთების დამსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწრებული, რომელსაც მიალგია და ართვალგი ეწოდება. ძალიან მაღალი სიცხე 39-40 გრადუსამდე. ესე იგი, ოფისში ცურავს პაციენტი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. დიახ. პაციენტი ცურავს ოფისში, ესე იგი,
ეს ყველაზე ანუ ოფლიანობა ყველაზე ისეთი გამომხატველი სიმპტომი. სანამ სიცხე და კუნთების ტკივილი დაიწყება, მანამდე არის ანუ ძალიან გავს ჩვეულებრივ ვირუსულ, ან თქვათ ჩვეულებრივ გრიპს, ხო? და შესაძლოა ჩვეულებრივ გრიპის არის ოფლიანობა, მაგრამ აქ იმდენად გამოსახულია ოფში ცურვა, რომ არაფერი. შესამჩნევია და გრიპის დროს არის რა თქმა უნდა ოფლიანობა და ვირუსის დროს, მაგრამ აქ განსაკუთრებულად არის. დიაგნოსტირება როგორ ხდება? საინტერესოა და დიაგნოსტირება ხდება, როდესაც ადამიანზე მიმართავს კლინიკას და ჩვენ ვეჭვობთ ბრუცელოზზე, ჩვენ ვიღებთ სპეციალური კონტეინერი და ვიზავნება ლუგარის ცენტრში და კონკრეტულად ბრუცელოზზე უნდა გაკეთდეს, ხო? დიახ. ძირითადად ჩვენ ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე ვიღებთ და მათ შორის ბრუცელოზზე თუ რა თქმა უნდა მიგვაქვს ეჭვი ამ დაავადებას. და რამდენად რთულია ეს მკურნალობის პროცესი და ზოგადად რამდენად საშიში დაავადებაა? და დაავადება საკმაოდ საშიშია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დაზიანებას იწვევს. ის ვრცელდება ლიმფურ კვანძებში, შემდეგ სისხლით და მკურნალობა არის ანტიბიოტიკო თერაპია უნდა ჩატარდეს რამოდენიმე კურსით. ერთი კურსი საკმარისი არ არის, საბოლოო ჯამში ის გამოჯამთელებით მთავრდება, მაგრამ უბრალოდ რამოდენიმე 2-3 ანუ ფატალური შემთხვევები არსებობს ამ დაავადებით? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პაციენტს შეიძლება ქონდეს გვერდითი მოვლენები და სხვა პათოლოგია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ძირითადად ბრუცელოზით სიკვდილი არ ფიქსირდება, მაგრამ აი თანქვედრი დაავადებების სიკვდილი შეიძლება მოყვეს ბრუცელოზით დაავადებას. დიახ. ბატონო ჯემალ, არსებობს თუ არა ვაქცინა ბრუცელოზის წინააღმდეგ? არსებობს ვაქცინა და ვაქცინას უკეთებენ იმ პირებს, ვინც მუშაობს, ანუ ვეტერინარებს, ვინც მატყლზე მუშაობს, ძოლზე, წველაზე. ამჟამად ვერ გეტყვით, ახლა არსებობს საერთოდ კომუნისტების დროს, როდესაც ეს მოიგონეს ეს ვაქცინა, მაშინ უკეთებდნენ ყველა იმ პიროვნებას, რომელსაც სჭირდებოდა ვაქცინაცია. ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე თუ ხდება? ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მე გითხარით, ეს არის ზოონოზური დაავადება, ანუ მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა. ნიშნულოვანი იყო ის რჩევები. დიახ. დამატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, ჯემალ დუმბაძე, ინფექციონისტი იყო ჩვენი სტუმარი. გემშვიდობებით და ვაგრძელებთ დილის ტალღას. კი, და ეხლა კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მომდენო სიუჟეტის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. რო გითხრას პროდიუსერმა, რომელი გასაგები, მოკლედ კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონზე ვიზიტორებს ძალიან კარგ დასვენებას სთავაზობს. მე ვიმყოფებოდი წელს მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ გოდერძიზე და შესანიშნავად გავერთე. სათხილამურო ტრასა, რასაც ლურჯ ტრასად ეძახიან, გამართულია. ექსტრემალური სპორტის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოწყობილია. კი, რა თქმა უნდა, ვისაც ექსტრემალური სპორტი გიყვართ, ძალიან კარგია მაღალმთიან აჭარაში დასვენება. ჯანმრთელობის მხრივაც, რა თქმა უნდა, გამოიცვლი ჰაერს და დაისვენებ შესანიშნავად. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენმა კოლეგა ანა ჟოჟაძემ მოამზადა სიუჟეტი თუ რას გვთავაზობს კურორტი გოდერძი, ვნახოთ და მალე დავბრუნდებით. დიახ. კურორტი გოდერძი, რომელიც საქართველოს სხვა სამთო სათხილამურო კურორტებისგან უღრთოვლიანობით გამოირჩევა, 2015 წელს გაიხსნა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. გოდერძის დათოვლილი ფერდობები განსაკუთრებით იზიდავს გაუყვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს.
აქაურობა გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. ზამთრის საფრთხილემოს სეზონის გახსნამდე სამაშველო სამსახურის ჯგუფი ტრენინგდება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე საბაგიროდან უსაფრთხოდ ვიზიტორის ჩამოხსნაზე. სამაშველო სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს როგორც გამაფრთხილებელ ნიშნებს, ასევე თოვლის ხარეს, ხდება შეფასება თუ რამდენად უსაფრთხოა საფრთხილემო გზების გახსნა. დაზარალებულის შემთხვევაში დროულად უწევს დახმარებას ვიზიტორს. ადგილზე უკეთდება პირველად სამედიცინო დახმარება, რის შედეგად ხდება დაზარალებული სამედიცინო პუნქტში გადაყვანა. კურორტ გოდერძიზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე აქირავებული ტრანსპორტით. ზამთარში რასაკვირველია აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილი. ბათუმიდან გოდერძიმდე დაახლოებით 3 საათია საჭირო. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ბაბლის ტიპის და გონდოლას ტიპის საბაგიროები. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული ტრასები, ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე. მესამე დღეა რაც აქ ვარ. მეორე დღეა უკვე რაც გამოვედი სრიალი. ინსტრუქტორი ავიყვანენ, რომელმაც 1 საათში მასწავლა. ახლა დამოუკიდებლად დღეს მეორე დღე უკვე დამოუკიდებლად დავდივარ. ძალიან კარგი პირობებია. მე ყოველ წელიწადს ამოვდივარ, უბრალოდ არ მიცდია აქამდე თხილამურებით სრიალი. ეხლა ისე მომეწონა, სულ 5 დღით ჩამოვდივარ ხოლმე და ეხლა უკვე უფრო დიდი ხნიანი ვიზიტები მექნება. სადღაც 1 საათი ამოვედით, კურორტ გოდერძზე, ოჯახთან ერთად ამოვედით და ძალიან კარგი გარემოა. თხილამურებზე სრიალი ვიცოდი, მაგრამ არ ვდგავარ დიდი ხანია, 1-3 წელია დაახლოებით და ეხლა გახსენების პერიოდი მაქვს. წელს ზამთრის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, მაშინ იდეალური გამოსავალია საოჯახო სასტუმროში დარჩენა. თუ დასვენება პრემიუმ კლასის სასტუმროში გსურთ, ამ კუთხითაც მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. დაახლოებით 28 დეკემბრიდან 15 იანვრამდე სასტუმროს დატვირთულობა იყო 80 და მეტი პროცენტი, თუმცა 15 იანვრიდან 31 იანვრამდე რომ დავითვალოთ, უფრო მეტად დატვირთულები ვართ პარასკევი, შაბათი, კვირა, უქმე დღეებზე და ეს გასაგებიც არის. ამ ეტაპზე მიღებული გვაქვს ასევე თებერვლის ჯავშნების წინასწარ, სტუმრების 80% არის ქართველები და დანარჩენი უკვე გვყავს რუსები, უკრაინელები და ჩინელები. ჩვენ სასტუმრო დაახლოებით მეოთხე სეზონია მუშაობს. ძირითადად ქართველი დამსვენებლები არიან ჩვენთან, უცხოელებიც არიან, მაგრამ ცოტა. ტურისტებს ძალიან მოწონთ ხის შენობა, ინფრასტრუქტურა. რა ვიცი, უფრო მკვდროდ გრძნობენ თავს. რა თქმა უნდა, მოწონთ აქაური კერძებიც და მიკვეთავენ ხოლმე, რა ვიცი, ბორანოს, სიროს და ასე შემდეგ. საქართველოში 7 დღის წინ ჩამოვედით. აქ პირველად ვართ. კურორტზე ულამაზესი ბუნებაა, რაც მოგზაურობას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. თხილამურებზე სრიალი ძალიან გვიყვარს, ამიტომ მომდევნო ვიზიტს მესტიაში ვგეგმავთ. წინასწარ არ დაგვიგეგმავს, სად დავრჩებოდით. შემთხვევით გავიცანით საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ლერი. აქ სასიამოვნო ოჯახური და თბილი გარემო დაგვხვდა. კურორტთან საკმაოდ ახლოს ვართ. გრძელვადიანი ვიზიტისთვის საოჯახო სასტუმრო კომფორტული და ბიუჯეტური ვარიანტია. ჩვენი პირველი წელიწადია 23 დეკემბერს მივიღეთ პირველი სტუმარი. მაგ დროიდან მოყოლებული საკმაოდ დიდი აქტივობა იყო, სადღაც 15 იანვრამდე. ამერიკელები იყვნენ, ბრაზილიელები იყვნენ, ასევე ტაილანდის ქვეყნებიდან ჩინელები. იანვრის შემდეგ შედარებით მოსუსტა ხალხის რაოდენობა, რადგან უკვე როგორც მოგეხსენება სკოლები იწყება, სამსახურები იწყებათ და უფრო უმეტესად შაბათ-კვირას ამოდიან და 2 დღეს სრიალი და შემდეგ ისევ მიდიან. ეს ჩემი მეორე ვიზიტია კურორტ გოდერძიზე. ძალიან მომწონს აქაურობა, სასიამოვნო და სტუმართმოყვარი ადამიანების გარემოცვაში ვარ. მე თავისუფალი სრიალის მოყვარული ვარ. აქ იდეალური გარემოა ამისთვის. ულამაზესი ხედები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი და სუფთა ჰაერი. აუცილებლად ჩამოვალ ისევ.
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს, თუმცა მისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. ინფრასტრუქტურის განვითარება და მეტი პოპულარიზაცია მომავალში ხელს შეუწყობს კურორტის გაძლიერებას. მადლობა ანას საოცარი სიუჟეტისთვის. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და ეხლა შევიხედოთ სამზარეულოში, იმიტომ რომ ჩვენ მაკეთა თხილაიშვილმა ისეთი გემრიელი კექსი მოგომზადა უმარტივესი რეცეპტით ფორთოხლის კექსი. ნახოთ ქეთას რუბრიკა. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს მე გიმზადებთ ფორთოხლის კექს, რომელიც არის უგემრიელესი და ასევე უმარტივესი მოსამზადებელი. ამისთვის დაგჭირდება ფქვილი, ფორთოხალი, რა თქმა უნდა, შაქარი, გამომხმარებელი, კვერცხი და ცოტა ზეთი. მოდით დრო აღარ გავწელოთ და დავიწყოთ კექის მომზადება, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ მივირთვა ეს კექსი გემრიელად. პირველი დავჭრათ ფორთოხალი. ფორთოხალი გარეცხეთ კარგად, იმიტომ რომ ამ კექსისთვის გჭირდება კანებიც. და წინასწარ კარგად გარეცხილი ფორთოხალი გამოიყენეთ. ესე პატარა კუბებად დავჭრათ და გადავიტანოთ ნელ-ნელა ჯამში. ეს რეცეპტი ძალიან გავრცელებულია ინტერნეტ სივრცეში. მეც შემხვდა, ისე მარტივად ამზადებდნენ, რომ დამაინტერესა მეც და ამას ბავშვიც კი გააკეთებს, ესეთი მარტივი მოსამზადებელია. ძალიან გემრიელი სურნელი აქვს ამ ფორთოხალს. ერთი ნაჭერი დაგვრჩა და ეკა. ეხლა ჩავატეხოთ 3 ცალი კვერცხი. ესეც ორი. ესეც 3. დავიწყოთ ამ ყველაფრის დაბლენდერება და შიგადაშიგ დავუმატებთ ფქვილსაც. ეხლა დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი. აქ არის დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი და მგონია რომ მთლიანად ეს დამჭირდება. ეხლა დავამატოთ ზეთი, 7 სუფრის ყავში ზეთი. ეხლა შეგვიძლია გადავდოთ ზეთი და შევუდგეთ ისევ კარგად ამ ყველაფრის ერთმანეთში არევას. ეს კარგად დავაბლენდერეთ. ჩვენი მასა მზად არის ცომი, წინასწარ გამზადებულ ფორმაში, სადაც ჩაფენილი გვექნება პერგამენტის კაღალდი. ამ ფორმაში კარგად გადავანაწილებთ, მოვათავსებთ ცომს. ესეც ასე. ახლა ეს გადავანაწილოთ. სულ ეს იყო. მგონი რთული არაფერი არ ყოფილა, იყო უმარტივესი. ახლა ეს გადავიტანოთ ხუმელში, 40 წუთით 180 გრადუსზე. მზად არის ჩვენი ულამაზესი ფორთოხლის კექსი. ნახეთ, უბრალოდ ასილომაზეა და რა გემრიელი სურნელი აქვს და იცოდეთ. ეხლა გავჭრი შიგნით, რომ ნახოთ როგორია შიგთავსი. ამას მოვაყარე მე შაქრის პუდრა და ასევე მოცვი.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი იქნება ეს თუნდაც შაქრის პუდრა იქნება ან ჯემი ან სხვა გასაფორმებელი შეგიძლიათ მოასხათ თქვენი სურვილისამებრ. ხა მე გამოვიჭრე ჩემთვის. გავსინჯოთ ახლა ერთად. უგემრიელია. სხვა სიტყვით ამას ვერ აუღწერ, იმიტომ რომ რავი, მართლა ძალიან გემრიელია, ფორცოხლის გემო ძალიან მკვეთრად იგრძნობა და ძალიან გემრიელია, ძალიან კარგი გემოს აძლევს. შაქრის პუდრას ძალიან მოუხდა. ნუ მოვკვეთ ერთი სიტყვით, გეუბნებით რომ აუცილებლად მოსამზადებელია ეს, ამიტომ ჩაინიშნოთ რეცეპტი და მოამზადეთ სახლებში. მომავალ რუბრიკამდე მემშვიდობით, კეთილი სურვილებით ნახვამდის. მადლობა, კეთა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და უნდა გავიგოთ თუ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა 10 საათია, ანუ ახალი ამბების დრო. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოკვანიანების ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში, მათ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ინფორმაციას გურიაში სტიქიის გამო მოქალაქეების დასახმარებლად წასული მოხალისეები ავრცელებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სახლთან მეხანძრე მაშველების მივიდნენ, თუმცა საცხოვრებელს ცეცხლის სრულად მოედო და დაიწვა. გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის მორგის ხდომა გაიმართა, როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, შტაბის ხდომაზე გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვის კუთხით შესრულებული სამუშაოები მიმოიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთში საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, რაც შეეხება კომუნალური სერვისების მიწოდებას, კიდევ 5000-მდე აბონენტს ელექტროენერგიის, 800-მდე აბონენტს კი ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. ბათუმში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემებიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხად კვლავ ნარჩენების გატანა რჩება. ასევე დილიდან მოყინულია ქუჩები, პრობლემურია გადაადგილება ქვეითებისთვისაც, რადგანაც ქუჩებიდან აღებულმა თოვლმა ტროტუარები დაფარა. თოვლმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და კერძო ობიექტები. მერიის ინფორმაციის სტიქიის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოიშალა, რის გამოც დაზარალებული ოჯახები თვითმმართველობამ დროებით ქირით გაიყვანა. გზის გაწმენდაზე 70 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. რაც შეეხება ნარჩენების გატანის საკითხს, თანდასუფთავებაში აცხადებენ, რომ პრობლემას ქმნის გზებზე ჩახერგილი მანქანები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის ყველა შესაბამისი სამსახური, ბუნებრივია ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაბამისი საგანგებო სიტუაციის სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის შესაბამისი ორგანიზაციები. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 70-ზე მეტი სპეცტექნიკა, 600-ზე მეტი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული ორგანიზაციის თანამშრომლები, როგორც გასულ დღეებში, ისევე გუშინას და მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები, ასევე ხორციელდებოდა ტროტუარების თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები. დიდთოვლობისას ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება ხელვაჩაური იყო მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს მერიის ინფორმაციით, 700 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოფელ მახვეში 200 აბონენტს კი ბუნებრივი აირი. ხელვაჩაურის სოფლებში, სადაც თოვლის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში ქვეითებმა გადაიყვანეს. მერის ინფორმაციით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალს შეისწავლის და მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევს. ამჯერად ხელვაჩაურში მოქალაქეებს თოვლის დნობის შემდეგ მოსალოდნელ ზვალ საშიშროებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებენ. ზაზა დიასამიძის ინფორმაციით არიან ოჯახები, რომლებიც ქირით გაყვანის შემდეგ საფრთხის შემცველ უბნებს უბრუნდებიან. მერი მოქალაქეებს მოუწოდებს ასეთი ადგილები დროულად დატოვონ.
ამ დროისათვის ჩვენს მუნიციპალიტეტში შედარებით უკეთესი ვითარებაა, ინტენსიურად იწმინდება გზები, სოფლებთან მისასვლელი, თემებთან მისასვლელი. თუმცა რჩება კიდე 700-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე, 200 ოჯახი ბუნებრივი აერის გარეშე. თუმცა მუნიციპალიტეტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ თითოეულ მოქალაქეს აღმოუჩინოს დახმარება, ასევე ხდება მოქალაქეების მომართვიანობა. მუნიციპალიტეტი და სამაშველო სამსახური საგზაო დეპარტამენტთან ერთად ერთობლივი ძალებით მყისიერ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ შეტყობინებაზე. თითოეულობა ხულოშიც, სადაც რამდენიმე სოფელთან დაკავშირება ისევ ვერ ხერხდება ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 11 ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. კვლავ პრობლემაა შიდა გზები, 10-მდე ოჯახი მერიამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. ხულოში ელექტროენერგია ამ დროისთვის ყველა აბონენტს მიეწოდება. აქტიურად მიმდინარეობს დილიდან სასოფლო გზებზე გამართული სამუშაოები. რა თქმა უნდა, იყო გამოძახებები, იყო ცხელსაზარები, მოთხოვნები, თუმცა ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩართული აქტიურად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დეპუტატები, ადამიანური რესურსი და საჭიროებიდან გამომდინარე გაეწია სოციალურ დაუცველებს, ავადმყოფებს, როგორც სასურსათო პროდუქტები და ასევე მედიკამენტებით დახმარება. ასევე აღნიშნულებს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან თოვლის გამოთხოვა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები თითოეულობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც მონაწილეობენ. მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდადში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან. საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით განახლდება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 2 რეისი. რამდენიმე რეისი კი უამინდობის გამო გაუქმდება. განცხადებაში განმარტავენ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. დღეს პარლამენტში დისკუსია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე გაიმართება. აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ხდომაზე იმსჯელებენ. საპარლამენტო კომისიის ხდომის დღის წესრიგში ასახულია შემდეგი საკითხები: 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი. საპარლამენტო კომისიის ხდომა 15 საათზე დაიწყება. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მისის სურვილით კლინიკა ვიმამედიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. მანამდე რამდენიმე საათის წინ საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მიწოდებული ინფორმაციით იგი 26 თებერვალს უნდა გადაიყვანოთ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა. მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწმის ფაქტზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38 დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. ამავდროულად აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით სანქციების წესების უფლებას აძლევდა 2014, 18 და 2022 წლებში. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია, მე საუკეთესო სურვილებით ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. მადლობა სულხან, შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღა სტუდიაში. მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ.
ასევე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში. ჩაწერეთ დილის ტალღა, ოფიციალური გვერდი დაგხვდებათ იქვე, გამოიწერეთ, დააფოლოვეთ, მოგწერეთ, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებს და უკავშირით რა თქმა უნდა გვექნება. და მოვიდა მომდევნო თემის ჯერი ჩვენს ეთერში და განსაკუთრებულად გვიყვარს მეც და შენს ფოტოები. ფოტოები ნამდვილად და შენ ეს ძალიან კარგად გამოგდის. პრინციპში ჩემს Instagram გვერდს თვალს თუ გადაავლებთ. ფოტოების ავტორი ძირითადად დემეტრია და შენ ძალიან კარგად გაქვს ათვისებული ეს კონტენტი, რასაც ქვია გამოპრანჭული და მოკაზმული ფოტოებში გადაღებული ფოტოები. ნამდვილად სასიამოვნოა დილიდან ამის მოსვენა. ბათუმი თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით და ზღვის პეიზაჟით თოლში ახალ სიცოცხლეს იძენს და ამეთანხმებით. თითეული კადრი საოცარ სილამაზეს გამოხატავს. ზღვის სილუეტი თეთრ ფონზე, რომელიც მხოლოდ ამ განსაკუთრებულ მომენტში შეგვიძლია დავინახოთ. სწორედ ამ მომენტის აღბეჭდის უნარი აქვს ჩვენს შემდეგ სტუმარს, ფოტოგრაფს, რომელმაც შეძლო და საოცარი გარემოს, თოვლიანი ქუჩები, შარმი და სიმშვიდე კადრში გადმოიტანა. დილის ტალღის სტუმარია ნიკა დავითაძე ფოტოგრაფი. დილა მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოკლედ ლამაზი როა თეთრი ბათუმი და დათოვლილი ქუჩები, ეს ყველა ერთმანეთს დაუღნიშნეთ რამდენიმე დღეა. ვხედავთ სოციალურ ქსელში ფოტოებს, მაგრამ რამდენად რთულია ამის გადმოტანა კადრში? ძალიან რთულია, მით უმეტეს თოვლიან ბათუმში, იმიტომ რომ თავარი მომზადება ჭირდება ტექნიკას, ტანსაცმელს და მით უმეტეს ხელთათმანით გადაღება ძალიან რთულია რა. და სირთულე ძირითადი ეგაა, მთავარი სირთულე რაცა. თუ ნალექია ალბათ იმავდროულად ფოტოების გადაღება კიდევ უფრო რთულია. ცალკე, იმიტომ რომ იქ წვიმა ხელს გიშლის, თოვლი ხელს გიშლის, აპარატი იორთქდება და ბევრი გარკვეული პრობლემა გექნება და ზართული. ახსენე ტექნიკა. აი ყოველდღიურობაში რა ტექნიკასაც იყენებ? აი რითი განსხვავდება აი თოვლის ტექნიკასთან დაკავშირებით? აი მაგალითად განათებები უფრო მეტი მიგაქვს, რომ უფრო გამოანათო თოვლი თუნდაც თუ რა ხდება? აი დეტალებიც რომ მოგვიყვეთ. არა, ძირითადად ერთ და იგივე კამერას ვიყენებ ტექნიკას, ანუ უბრალოდ ცუდი ამინდის დროს, თოვლის დროს ისეთი თავარი ეგაა რა ტექნიკა, იმიტომ რომ ტექნიკა უნდა შეფუთო ისე რომ არ დაგისველდეს, არ დაზიანდეს და ისეთ კომფორტულად უნდა ჩაიცვა, რომ ხელი არ შეგიშალოს თუნდაც მოძრაობაში რა. და ზოგადად რა გამოწვევების წინაშე გახართ ფოტოგრაფები ესეთ ამინდში, როდესაც აფიქსირებთ მშვენიერ კადრს? ერთადერთი გამოწვევაა თოვლი, რომელიც თეთრია და შუქს ისეც გაძლევს, რომ ექსპოზიცია ცოტა რთულია რა. განსაკუთრებით აი ესეთი აბობოქრებული ტალღების გადაღება იქნება ამ სიზუსტის გამოსახატად, ხო? აი ნახი რა მაგარი კადრია. ნიკა საინტერესო როდის აღმოაჩინე ესე თქვა ნიჭი შენს თავში, აი ესეთი კადრები ამას ვერ ისწავლი, ან გაქვს ეს ნიჭი ან არ გაქვს. როდის დაიწყე და როდის დაინტერესდი ამ პროფესიით? 5 წელია რაც დავინტერესდი, ძალიან სპონტანურად, ბავშვობიდან მაინტერესებდა გადაღება, მობილურით ვიღებდი ხოლმე და რაღაც ну მოკლედ რო გითხრათ ერთ-ერთი ჩემი ახლობელი დედაშვილი იყო ის თაგონება და мотиваცია რომელმაც მიბიძგა ამ კუთხით წავსულიყო. კი შესანიშნავ კადრებს ხედავთ ჩვენ ახლა ეთერში და აი საინტერესოა როგორ ახერხებთ იდეალური განათების პოვნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც განათება შეიძლება 20 წუთში შეიცვალოს თუნდაც. გათოვდეს შემდეგ მზე გამოვიდეს და ასე შემდეგ. იცვლება ყოველდღე, ყოველ წამს. კი, ამ მზად უნდა იყოს. თქვენ აღმოჩენა ხართ, მართლა ძალიან მომენტია. კარგი ფოტოები. როგორ ახერხებთ განათების სწორად შერჩევას? როგორი მომენტია, იცი, ელოდები ყოველ წამს, რომ განათება შეიცვლება. შესაბამისად ემზადები, რომ თუნდაც შუქი აუწიო, დაუწიო, კომპოზიცია სწორი იპოვო და გადაიღო. რეალურად რასაც დაინახავ და თვალში საცემად ლამაზი, თვალით რო დაინახავ და ლამაზი კადრია შენთვის, იმას ვიღებ რა, ანუ არ ვიღებ დაგეგმილად. აი, რამდენი ფოტო უნდა გადაიღოთ, რომ აი ამ უამრავ ფოტოში შეარჩიოთ ერთი ყველაზე ისეთ თქვენთვის მისაღებ და იდეალური. გააჩნია გადაღებას, კონკრეტულ ამ გადაღებას დაახლოებით 400-500 ფოტო გადავიღე იმის გამო, რომ მქონოდა მასალა და კარგი ფოტოები, თან იყო რამოდენიმე დაახლოებით ისეთი ფოტოები, რომელიც ვერ მოასწარი დამუშავება, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მასალა მქონდა. კი, ასევე ზღვისა და თოვლის სინთეზიც ნამდვილად ლამაზია კადრში და როგორ ახერხებთ რა, იმე ისინი ხო არ გაქვთ რჩევები, რასაც მოგცემთ და ჩვენც გავითვალისწინებთ სამომავლოდ. რჩევას რაც შეეხება, ჭირდება მეტი პრაქტიკა რა. პრაქტიკაში ხო გამოცდილებაში თავისით მოდის რა, ეგრე რომ
მოდი ვისწავლო და მე ვარ ფოტოგრაფი, ეგრე ანუ მე ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ეტაპობრივად ყველაფერი. აი ტელეფონის ცუა შესაძლებელია ასეთ ფოტოების გადაღება. კი, უბრალოდ როცა ფოტოაპარატი ტექნიკით იღებ პროფესიონალურად. აუ რა მაგარი კადრი. მე საშუალებას გაძლევს დამუშავების ხრივ და უფრო მარტივია რა, უფრო კარგ შედეგს დადებს ვიდრე მობილურით, მაგრამ არიან მობილურის ფოტოგრაფები, რომელიც რომ კარგად იღებენ, რა. აი, ბოლო დროს ეს ფოტოგრაფია ძალიან ესეთი აქტუალური გახდა საქართველოში და რაღაცნაირად უფრო მეტი ფასი დაედო, ალბათ დამეთანხმებით, ხო? აი, რამდენად შესაძლებელია, რომ აი რიგითმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ნიჭი, იყიდა ფოტოაპარატი და რაღაცა ერთგვარი თავის რჩენის საშუალებად აქციოს, თქვათ, ხელოვნება ამ შემთხვევაში და არა უბრალოდ ფოტოგრაფობა. კი, არის ამ ბევრი ადამიანი, უკვე მომრავლდა ესე რომ ვთქვათ, ბევრი ფოტოგრაფია ახალი, რომელიც შემოსავლის წყარო აქცია. უბრალოდ ჩემთვის ფოტოგრაფია შემოსავლის წყარო დაართვლი რომ იყოს. ეს არის ან მომწონს, რასაც ვაკეთებ ჩემი საქმე და ვცდილობ რომ ამ საქმეში განვითარდე და მაქსიმალური ჩავდო რა. მხოლოდ შემოსავალი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში. აი როგორ ფიქრობთ, გააქვთ თქვენი ხელწერა, რაც შეიძლება რომ თქვათ ამოიცნოს ადამიანმა რომ სწორედ თქვენი ფოტოებია? კი, არის რაღაც ხელწერა, თუ ადამიანი ჩემს შემოქმედებას გაეცნო, ან აქვს ნანახი ერთხელაც, კადრიდან გამომდინარე და ფოტოდან გამომდინარე ხდება უკვე რა. აი რას დაარქვათ მაგალითად ერთი სიტყვით თქვენს ხელწერას? აუ ესე არც მიფიქრია. და ხელწერას კიდე ამ საკუთარი რაღაც რო შექმნა, გჭირდება დრო რა, გადიხარ ეტაპებს და უნდა ჩამოყალიბდე საბოლოოდ რა გინდა ამ სფეროში. მე ხა ვარ ანუ ისეთ სიტუაციაში რომ ვეძებ საკუთარ თავს ამ პროფესიაში, რომ რომელი განხრა უფრო უკეთესია ჩემთვის და რომელი განხრით წავიდა. კი ნიკაი, არის თუ არა ბათუმში საკვანძო ადგილი, სადაც დადგები და იდეალური ფოტო გამოვა თოვლში, აი რო გაგვიზია რა ეს. ბულვარის ტერიტორია, ლამაზი პარკი, დათოვლილი ნაძვები, პალმები. კი, რა თქმა უნდა. ძველი ბათუმის ტერიტორია, ულამაზესი ქუჩებში გადაღება და ახალ ბულვარის ტერიტორიაზე გონიოს ხარ. იდეაში ან როცა გადიხარ, მე როცა გავდივარ გადასაღებად, ისეთი მომენტია, რომ ადგის დიდად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მე რას დავინახავ იმ მომენტში. აი, სადაც გავედი და როგორც გადავიღე, ეს იყო ყველაფერი სპონტანურად, არ დამიგეგმია, მოდი აქ წავა. ამიტომ თუ გააქვს ის ნიჭი, ხედვა და ბევრს იმუშავებს საკუთარ თავთან და კამერასთან, შედეგსაც აუცილებლად გადაიღებ. აი, ადრე მაგალითად ძველად, როდესაც ახალ გამოგონილი იყო ეს ფოტოაპარატები, მაშინ ეძახდნენ კიდევაც აი ამ ფრაზას, რომ დაიჭირე წამი, ანუ ერთი ფოტო რო გადაგეღო, უნდა გადაგეღო და მორჩა, ის ერთი ფოტო იქნებოდა. შემდეგ ალბათ ყველაფერი თავიდან უნდა აგეწყო ეს თვითონ აპარატი და ასე შემდეგ. დღეს აი ეს ციფრული ტექნოლოგია, რაც უკვე არის თანამედროვე რეალობაში, იძლევა იმის საშუალებას, რომ წამებში ბევრი გადაიღო. შესაბამისად, არჩევანის საშუალებაც მარტივია, ხო? აი შეიძლება შეადარო თქვა დღევანდელი შემოქმედი ფოტოგრაფები, თქვა გასული თუნდაც წინა საუკუნის ხელოვანებს და აი რა არის თანამედროვეობა ამ ხელოვნებაში, როგორ ფიქრობ? თანამედროვეობა უფრო ამ ტექნიკის ხრის გიმარტივებს უფრო მუშაობას და საქმეს. თორე იდეაში ანუ ფოტოგრაფი როცა ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა ტექნიკას იყენებ, რა მთავარია ტექნიკის უკან ვინ დგას. ანუ ხო, ხელოვნება, ვინ იღებს ამ დროს რა. ტექნიკა უფრო გიმარტივებს საქმეს, უფრო მეტ შუქს ამ ყველაფერს მეც გაძლევს, თუნდაც სწრაფი გადაღება იყოს, თუნდაც შუქი, თუნდაც პროგრამულად, ან გაძლევს უფრო გიმარტივებს მუშაობას. რაც შეეხება ძველებს, ეგრე ხო რა, გააჩნია ვინ გადაიღებს, თორე შეიძლება ისეთი ტექნიკით გადაიღო და ისეთი შედეგი დადო, რომ სხვებმა ვერ წარმოიდგინოს, რომ მაგითაა გადაღებული, რა მსგავს შემთხვევების გონიათ. პრაქტიკაში. ნიკა, ასევე საინტერესოა პროფესიონალური კადრი რომ მიიღო. დღის რომელ მონაკვეთში არის უკეთესი ფოტოს გადაღება, როდესაც გარეთ თოვს, დღისით, შუადღით, საღამოს? ყველაზე კარგია, როცა შუქი არის სუბუქი შედარებით, აი დილით და საღამოს. ანუ თეთრი ღრუბლები? არ ნახეთ, როცა შუადღით მზე ანუ ძლიერად ანათებს, რომ კამერას აძლევს შუქს, ანუ სითეთრეს გაძლევს რა და როცა მზე შედარებით მსუბუქია, აი დილით და საღამოს. უფრო ლამაზ ფერებს მიიღებ და ლამაზ ფოტოს რა, მარტივია თან მაგ დროს მუშაობა. იმიტომ რომ მზე ხელს გიშლის რა, სხივები
ათეთრებს რა ფერს. კი. და ასევე როდესაც ადამიანს უღებ, მნიშვნელოვანია თუ რა ფერი აცვია თოლში, ხო რა არა, გაგვიზიარე ეს რჩევებით დამწყები ფოტოგრაფებისთვის, რომ დავაკვალიანოთ ეს. კი, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა მოილაპარაკო ადამიანთან, თუნდაც სად უნდა გადაიღო, რა უნდა ჩაიცვას, ან ხო, რა თქმა უნდა. თუ სიტყვაზე რაღაც აქვს ერთი კონკრეტული სტილი არჩეული, რომ ესეთი უნდა, შენ უნდა შევხამო და ურჩიო, სად შეიძლება ამ ტანის ამოსით გადაიღო არაჩვეულებრივი ფოტოები, რა პროფესიონალური ფოტოები. წინასწარ უნდა გაიარო მოდელთან, უნდა ესაუბრო, თუნდაც რაღაც არ მოგწონს, უნდა შეაცვლებინო, რომ ეს მე არ მომწონს ან რაღაც არ ჯდება, რჩევები უნდა მიაწოდო და მაქსიმალურად უნდა აგზნობიო ადამიანს კომფორტულად თავი. და ის რაღაც დაძაბულობა, რაღაც დისკომფორტი ძალიან აისახება ფოტოს გადაღების დროს და ფოტოშიც რა. აქედან გამომდინარე, ეგ მომენტები უნდა გაითვალისწინო ზოგადად მოდელთან, რომ თუნდაც რა ჩაიცვა, როგორ ურჩიო, სად უნდა გადაიღოს. და ასე შემდეგ წინასწარ უნდა შეთავაზოთ ამ ყველაფერს. აი წინასწარ თუ გაქვთ უკვე დაგეგმილი შემდეგი სეტისთვის თუ ემზადებით თქვა სად და როგორ. ზოგადად სპონტანური ადამიანი ვარ, თოლსაც დიდი ხანი ველოდე, იმიტომ რომ 5 წელია რაც უკვე პროფესიონულად ვარ ჩართული ამ სფეროში და მოგეხსენებათ დიდი ხანია თოვლი არ ყოფილა და პირველად გადავიღე თოლში ფოტოები. აქედან გამომდინარე ხვალ არ ვიცი რას გადავიღებ. ანუ ესე არ გეგმავ და ნახოთ რა გამოვა. ეს შემოქმედებითი შტრიხია, ასე ვთქვათ, ხელოვანის სპონტანურობა. კი, წარმატებებს გისურვებთ და აქვე მინდა ვთქვა, რომ პირველი თოვლში გადაღებული ფოტოები ნიკამ გადავიღო მე, გახსოვს? პირველი თოვლი წელს რო გქონდა პირველი ფოტოები ნიკას ობიექტივში, ესე ვთქვათ, მეც მოვხდი. კი ბატონო, მე ამოგებეჭდა ეს ფოტო და გვეჩვენებინა მაყურებლისთვის. მაყურებლისთვის არა, მაგრამ სოციალურ ქსელში, სტორში ხშირად ვდებ, როდესაც თოვლს და გამოიწერეთ დემეტრეს Instagram გვერდზე. მოკლედ ნიკა, ძალიან დიდი მადლობა შენ რომ იყავით ხელოვნური დილის ტალღის სტუმარი, წარმატებებს გისურვებ, აქვე შევახსენებ მაყურებლებს და ვეთქვი რომ დილის ტალღის სტუმარი იყო ნიკა დავითაძე ფოტოგრაფი. საეთერო დროც ამოიწურა და მაყურებლებს უნდა დავემშვიდობოთ, წინ უქმეები გელოდებათ, ასე რომ ბედნიერი დასვენება, მადლობა რომ გვიყურეთ. გემშვიდობებით.